ეს არ უნდა ჩაარტყა? ჩვენ ეგეთ ქვეყანაში ცხოვრობთ, რომ მასალა, საწერი და გადასაღები არ დაილევა. გაგრძელება იქნება, არ იქნება, არ ვიცით. ჩცუდ ერქვა, მაგრამ ბევრი პატარა სხვა სერიალი იყო შიგნით. ისევ ბებრები იღებენ კარგ კინოებს. არა, მაგაშია საქმე და გონია რომ კაცი თუ ეგეთია, ის გარშემო შექმნის ჯანსაღ გარემოს. ეს არ უნდა ჩაარტყა? გამოდია. მე დავყოლაპო კაცი. კარგი. დაიწყე. მოგესალმებით, გრძელდება ჩვენი პოდკასტების სერია, რიგით მე-13 ეპიზოდს ვწერთ, ტრადიციული წამყვანებით, მე ლევან აბდუშელიშვილი და კოტე ჩლეიძე, აი ბატონი აღარ ვთქვი, ხო ხედავ? სანამ სტუმრს წარგიდგენდეთ, ცხადია, უნდა გითხრათ, რომ აუცილებლად უნდა გამოგვიწეროთ Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე, YouTube-ზე, მეოთხე კედელი. კინოსთან დაკავშირებული ამბები თუ გაინტერესებთ, საინტერესო სტუმრებით, ეს პოდკასტი ნამდვილად დაგაინტერესებთ და ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარიც აუცილებლად დაგაინტერესებთ. ყველასთვის საყვარელი სცენარისტი, დრამატურგი, მწერალი ქეთი დევდარიანი. ქეთი, გამარჯობა, მადლობა, რომ ხარ ჩვენი სტუმარი. როგორ ხარ მე პირველ ძალიან მიხარია, ყველასთვის საყვარელი არ ვიცი რამდენად ვარ, მაგრამ ყველა გიცნობს. მიხარია თქვენთან, რომ მეც მინდა გთხოვოთ, სანამ დავიწყებთ საუბარს. გამოიწერეთ ეს შესანიშნავი არხი, იმიტომ რომ კინოზე YouTube არხებით განებივრებული ნამდვილად არ ვარ და ბიზნესმა გამოიჩიოს შრომხედველობა და კეთილგონიერება და ამ შესანიშნავ არხს გადაეცით სასპონსორო პაკეტების საუკეთესო ვარიანტი. ვაჰ, კარგი, ამას ამოუჭრინდა ცალკე დავდეთ როგორც ქეთი. ხო, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეხლა ყველა უნდა გაერთიანდეს და ისეთი რაღაცეები უნდა აფინანსო, რაც 20 და 30 წლის მერე მოიტანს შედეგს. ნეტა ბიზნესები მაგაზე ფიქრობდნენ 20 და 30 წლის ნუ ვისაც პრეტენზია აქვს ვიზიონერობაზე, იმანი ფიქრობს. ხო, არიან ეგეთებიც, კი, სავარაუდოდ. მეც ძალიან კარგია. გონია რომ იქ გამოჩნდებიან ვიზიონერები. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ესე ტრადიციულად ვიწყებთ ხოლმე, უფრო გვაინტერესებს საწყისები თავიდან, ანუ ადამიანი, ვინც მოყვავს, ჩვენ გვაინტერესებს მის გარშემო ყველაფერი. პროფესიულად ცხადია პირველ რიგში და მოდი დავიწყოთ საუბარი იმით, თუ როგორ დაიწყო შენი მოღვაწეობა ამ სფეროში, როგორ გახდი სცენარისტი. ეს მე ძალიან ბევრჯერ მაქვს მოყოლილი და თავიდან იგივენაირად რო არ მოყვე, ცოტა სხვანაირად მოყვები და ვიტყვი რომ შემთხვევით, იმიტომ რომ მე არ ვარ პროფესიით სცენარისტი, ვარ გერმანისტი. მაგრამ მივხვდი რომ მინდა რაღაცების დანახვა და მე ამის დაწერა და საქართველო არის ამისთვის საუკეთესო ქვეყანა. აი მგონია რომ ნებისმიერმა ადამიანმა რომელიც ქუჩაში დადის, აი წეღან კოტე მიყვებოდა რაღაც სცენას, თუ მოუნდება მე თვითონ მოყვება, რომელიც იყო კინო. და ჩვენ ეგეთ ქვეყანაში ცხოვრობთ, რომ მასალა, საწერი და გადასაღები არ დაილევა. ძალიან არაორდინალური, ცოტა საყვარელი, სტრესული და აი კარგი საკინოვე ქვეყანა ხო და იმდენი რაღაც დამიგროვდა ნანახი, რისი გადმოცემაც მინდა და დაწყებული იქიდან რომ მაგათაც როგორ ვისვენებ რაჭაში, უყურებ როგორ საუბრობენ ჩემი ქვის მამიდები, რამდენი კილო ბადრიჯანი უნდა მოხუფონ, აი ყველაფერი ლიტერატურად და კინოთ მეჩვენებოდა და ეს ეთყობა ჩემი განწყობაა სამყაროს მიმართ, რომ ან თავდაცვის მექანიზმი, რომ ყველაფერი აღვიქვა ფიქციად, რაც ჩემს გარშემო ხდება და არა რეალობად და ეს თან ეხლა სტუდენტებსაც ვეუბნები ხოლმე, თუ დისტანცირდები და მასე შეხედავ, ერთი სიკეთე ისა რომ გეხმარება რაღაცის გადატანაში, თუ ამას ისე შეხედავ როგორც ფილმს და მეორე ის რომ იდენტიფიცირება ხდება პრობლემის უფრო კარგად, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, იმიტომაც ეშინიათ კინოსიც, წიგნისაც და ყველაფრის რომ ირიბად ნათქვამი უფრო ჭრის, ვიდრე გონს მოეგეთ ხალხო, ნათქვამი პლაკატით და მიტინგით და ამიტომ ყველა დიქტატორს ამის ჭკუა ყოველთვის ჰქონდა, რომ შიში ქონოდა კინოსი, წიგნის, ტექსტის, ლექსის და ასე შემდეგ. მაგრამ მე კარგი კითხავს როგორ. მე რამეთეს იცი ბარემეც და საშუალება როდის და რანაირად მოგეცა ანუ ამისი საშუალება თავიდან არ მქონდა, უბრალოდ სცენარისტობით კი არ დავიწყეს, პირდაპირ მივედი და გამარჯობათ, მე ვარ ქეთი დევდარიანი, მინდა სცენარის დაწერა. ეს ახლა არსად არ ხდება ცუდ სცენარშიც კი, აი არა დამაჯერებელში. ჩვენ რაღაც მე მქონდა გადაცემის იდეა, რომელიც ასეც ვერ გავაკეთეთ.
და სხვათა შორის პირველ სტუმრად იქ იასონ ბადრიძემ ეწერა, რომელთანაც გუშინ მქონდა პოდკასტი, მაინც და საინტერესო ადამიანებთან მინდოდა ინტერვიუ. ნუ ეს პილოტი რო ჩავწერეთ რუსთავიორს არ მოუნდა. მე ამ ფორმულა კრეატივს რაღაცნაირად მაინც დავენანე გასაშვება და მაგ დროს იწყებდნენ კლინიკას და რედაქტორობა შემომთავაზეს. ის კი არა რომ მე მეწერა. რომ გადავხედო ქრონომეტრაჟი გავაკეთო რაღაც და მე შემთხვევით ისე მოხდა რომ ერთი სცენარი არ მოეწონათ 4 ადამიანი წერდა და ერთ-ერთი არ იყო ისეთი როგორიც უნდოდა და რაღაც მეხუმრე ნუ ცადე აბა შენ დაწერე თუ რაღაც ესე უბრალოდ ცადე და დაწერე კლინიკა სერიალი კლინიკაზე იმუშავა კლინიკას ერთი სერია ხო ის მე დახურეს იმიტომ სხვათა შორის ვახო ყავდა წინასწარ ჩაჩანიზე მთავარი გმირი მაგ სერიალის და მე არ ვიციო დღემდეო რა მოხდა და რატო დახურესო მაგრამ 7 სეზონი იყო თუ რაღაცა მე კითხა ჩემთვის და ვეტყოდი ვახო ძალიან მიყვარს უნიჭიერეს სახელი და თან ვახოს რა გავუკეთეთ იცი გერმანიიდან ჩამოვიყვანეთ ამ სერიალის გამო მოგვიყვა იქ ახლა ხო გამოჩენა იყო. ბედი შეეცვალა მთელი. რა ვიცი, ახლა კარგად შეეცვალა პირიქით, მაგის საფსახიობის. ახლა არის ძალიან მაგარი მსახიობი და ხო იქ თამაშობდა და ეს კლინიკა მერვე თუ მეცხრე აღარ მახს რომელიღაც სერია დავწერე და მე ლიფონავა მირაკლი მიშამშულდაძემ ყველა მითხრს რომ აუ შენ რა კარგად წერო. მე ვიფიქრე მომხნევებენ რაღაც, მაგრამ მე მომივიდა იდეა რომ მეთქი აი ცალკე სერიალი გავაკეთო და დავიწყეთ ამ პილოტის გადაღება, ხვეწნა, ხან ერთ ტელევიზიაში, ხან მეორეში, ხან მესამეში და რატომღაც რუსთავიორმა თქვა რომ მოდი ვცადოთ. ოღონდ რეიტინგი თუ არ ექნება, დაგხოცავთ. ხო ის ტელევიზიაში როგორ კიდე მაგ სტრესში გამყოფებენ, რომ აი ყველას უნდა მოერგო. იმან აქეთ პროფესიონალმა არ გაგლანძღოს, იქით ხალხს მოეწონოს. ყველას უნდა მოეწონა, რომ ეს ხო ЧЦД-ზე, კი. არა, მანამდე იყო რაღაც ჭამა და სექსი რაღაც. აი, რატომღაც მახსოვდა. მან უკვე იყავი ჭამა და სექსი და ჭამა და სექსი ერთი ნოველაა ჩემი, ვანიკო და ნელი აგირბარო თამაში. და მე რატომღაც მახსოვდა, რომ შენ მანამდეც ანუ ფორმულა კრეატივი ერქვა უკვე კი, ფორმულა კრეატივი. მანამდე ხო ლიფონავას გადაღებაში ჩიფსების თაობა ბიჭებით. მან დარხარ შენ ანუ სცენარისტი და რატომღაც მახსოვდა, რომ აქედან დაიწყო. ანუ ჭამა და სექსი. მე მახო ეგ ჭამა და სექსი მახსოვს. ფილმი იყო რა, რომელიც ეგ იყო რა იცი, აი 4 ნოველა იყო. ეგ ფილმი იყო უკიდურეს უმუშევარი, უკიდურეს გაჭირვებაში და დეპრესიაში ყოფი ხალხი, რომელმაც აღარ იცის რა გააკეთოს. აი ესე რაღაც ბუმზე რომ ამიდა შენი დგას და კამერასთან ბიზა შენი და კლაპერი მე ვიყავი მაგ ფილმში, სცენარისტიც და კლაპერიც და აი ეგრე გადავიღეთ. ჯიგრულად სახიობებით რაღაც, რომ რაღაცა გაგვეკეთებინა. ხო იცი მე არაფერს რო არ აკეთებ, კი ძალიან ცუდად ხდება. ცუდი ფილმი არ იყო. ხო და მაგრამ აი მწირი რესურსებით გადაღებული ფილმი იყო, ყველამ დავწერეთ თითო ნოველა. მერე უკვე დაიწყო ЧЦД, რომელიც ვიცოდი რომ გაამართლებდა, იმიტომ კი არა რომ ჩემ ძალებში ვიყავი დარწმუნებული, უბრალოდ თემები არის, რასაც ხედავდი რომ ამ ხალხს უნდა ამაზე ანუ მარტო იყავი. მე ცოტა მართლა აი ვერ ხვდები, როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა 19 სეზონი წეროს მარტო. აი როგორ ხვდები. მართლა ვერ ხვდები. მართლა ბევრჯერ მიკითხავს ეგ რომ ეს ადამიანი როდის ძინავს ან არ ვიცი მართლა იმიტომ რომ სერიალები რაც გვინახავს და როგორც გვინახავს ეგ არის ხო მთელი ბევრი სცენარისტი ყავს რეჟისორებიც და აქ რეჟისორები ბევრია ყველაფერი იცვლებოდა არ იცვლებოდა სცენარისტი ეცე ეტყობა დაგროვილი მქონდა ბევრი სათქმელი ძალიან და აი ესე თავიდან წვალობდი მაგრამ და მართლა ღამეების თენება მიწევდა და ნუ და მაინც დღეში 1-10 საათი ჭირდება რა. მაგრამ სათქმელი ხო ყოველდღიურადაც მოდიოდა ინსპირაცია შენიღებდი ბოლოს. თან ეს არ არის აი კლასიკური ქსოვილი რაც ჭირდება. აი თქვათ მე რომ მქონოდა ესეთი დასავლური პრინციპით გადაღებული სერიალი რა არის 24 სერია, თავისით აი 53 წუთიანი დრამატურგიით, ეს ქსოვილი შეკრული უნდა იყოს. აი ეს ცოტა ჰოუმ ვიდეოს გავდა რა, ოდნავ კუსტალობა. თანა სცენარისტი არ ყოლია. არა, არ მყოლია. მაგაშია საქმე და ანუ და პრინციპი როგორი იყო ეხლა თან ნუ დასავლეთში არის შოურანერები არიან ვინც მართავს და აქ თავარი აქ იყო თავიდან სულ თავიდან აუთლაინის მოფიქრებაში მეხმარებოდნენ მიშა და ირაკლი მე ირაკლი მეხმარებოდა აუთლაინის მოფიქრებაში და ეს აუთლაინ პრინციპს ყველაზე მთავარია და მე უკვე დაწერით მე ვწერდი და ეგრე მირჩევნია თან
იმიტომ რომ რაღაცნაირად ეს მე გამიკეთებია სხვა სერიალი დათო გაბუნიასთან ერთად, მახსოვს. ამას ერთად ვაკეთებდით და მაშინაც სერიებს ვინაწილებდით უბრალოდ, მაგრამ ის უფრო ეგეთი სერიალი, ხელოვნური სუნთქვა, ის იყო, აი ვიცოდით, რომ აქ არის 12 სერია, 24, აი ეს არის, ესეც მე დავწერე, ხო, ეს ამერიკული საელჩოს პროექტი იყო, კონკურსი მოვიგეთ. მაგრამ ეს იმათი იდეა იყო. მოდი ჯერ ჩცდს მივყვეთ ბოლომდე, თავიდან დასაწყისი მაინც ნელ-ნელა ისე ვითარდებოდა, თავიდან არ ფიქრობდი, რომ ეს ამდენად აი როგორ თქვა, პოლიტიკური შეიძლებოდა ყოფილიყო. ხო, თავიდან იყო რაღაცა თქვა ოჯახის ისტორია, რომ თითქოს მაყურებელი რაღაცა ვერ ხვდებოდა იმას, რომ აი ესე განვითარდებოდა რაღაც ახალ პერსონაჟები, რომლებიც ყოველდღიურობაში ჩვენ ხვდებიან და რაღაც პოლიტიკურ ველზეც, თანამედროვე რაღაცა საქართველოს რეალობაში, ესე გადმოვიდა ეს ნელ-ნელა ტრანსფორმირდა სერიალი თუ თავიდანვე ქონდა ჩანაფიქრი, რომ აი ესე განავითარებდი, თქვა აი ესეთ პერსონაჟებს შემოვიყვანდი, რომელთაც ძალიან ბევრი ალუზიები გიჩნდება, როგორც მაყურებელს. იცი, მე საერთოდ არასოდეს არ ვიყავი ადამიანი, რომელიც პოლიტიკას რამისგან მიჯნავს. პოლიტიკას, პარტიას და პარლამენტს კი არა, აი ნებისმიერი ოჯახური კონფლიქტიც კი და ეს ოჯახიც არის პატარა მოდელი იმ სახელმწიფოსი, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს. პრობლემები, რომელიც გარედან შემოგაქვს სახლში და სერიალი ხახო ყველამ ვიცით, რომ არის პრობლემა. თუ პრობლემა არ არის, ამბავიც არ არის. შესაბამისად, ყველანაირი ტოქსიკურობა, კონფლიქტი თუ გარედან შემოტანილი ამბავი, კვრის, ცოლის, ბავშვების სკოლიდან მოტანილი ამბავი პოლიტიკაა. უბრალოდ ეს არ იყო ასეთი ისა გარეთ გასული რა, აი პატარა ოჯახური დედამთილი, იქ რაღაც ტელევიზორში რო ჩაივლი რაღაც რო ისმის პარლამენტის ხდომა და ასე შემდეგ. და ფიქრობდი, რომ აი რაც არ მომწონს, ცოტა ნელა მიუდგები რბილად, აი ესე პლაკატით კი არა. მე რასაც ვთვლი, რომ ამ ქვეყანაში თუ გამოსწორდება უკეთესი იქნება, ამას ხვანაირად ვაჩვენებ. ოღონდ ის კი არ დიდაქტიკურად, რომ აი მე ესე მინდა და ეხა ესე უნდა გააკეთოთ. უბრალოდ მაინც ყველა სცენარისტს თავისი სათქმელი ხო უნდა კონდეს, აი რატო წერს რაღაცას, ის ერთი წინადადება ხო ყოველთვის რაც უნდა კონდეს, რატო აკეთებ რაღაცას, რისი თქმა გინდა. ყველა სერიალს, რომელიც ჩვენ მოგწონს, გვიყვარს და შემდეგ აქვს ეს სათქმელი. და ჩემი სათქმელიც ეს იყო, რომ რაღაც გამადიდებელი შუშით დაგვენახა ჩვენი თავი და სხვას რო უყურებ. უფრო მეციგებ შენ თავზე, ვიდრე სარკეში რო იყურები და სხვის ისტორიები არის ყველაზე კარგი საშუალება საკუთარი თავის გასაცნობა, თან ისე რომ არ აღიარო, რომ ეგეთი ხარ. ანუ აი ყველანაირი საშუალება გეძლევა და ის რომ იდენტიფიცირება მოახდინო პრობლემის, მაგრამ ეხლა შენ არ დადანაშაულდი. ეხლა გინებაზე რაც ქონდათ ჩემ წინააღმდეგ, რომ აი რატო და მაგან ასწავლა ქართულ კაცებს გინება. ეს ძალიან დიდი პატივია ჩემთვის. ეხლა ეგ მე რომ ესე შევიდე ისტორიაში, რომ კაციშვილმა არც ერთ ცუდი სიტყვა არ იცოდა და მე ვასწავლე, მაგრამ ეს არის აი საკუთარ თავზე ბრაზდებიან, ხო, როცა მაგაზე ღიზიანდებიან რაღაცაში. ეგ რომ დავიჭირე მე რაღაცას ღიზო, გავაფართოვე. ანუ მარტო ოჯახი კი არა, იქ მე მეზობლები, პოლიტიკოსები, აფერისტები, კოუჩები, ნელ-ნელა თან დაგვემატა სხვადასხვა პროფესიის ხალხი, რომელზეც მომინდა რომ ეს არის საკუთარ თვითირონია. მომინდა როგორ ხდებოდა, ვთქვათ, აი რაღაცა და მოდი ახლა შევიყვანოთ არა, იცი როგორ, აი სეზონი აგვისტოში და იანვარში ქონდა დასვენება. აგვისტოში მთელი შემდეგი სეზონის კონცეფციას გავდიოდით ყველა ერთად. მანამდე ქონდა არხისგან გარანტია, სანამ ყველაფერი კარგად იყო, რომ ბიუჯეტი იქნება. ხო, ანუ იქ იყო ერთი მოთხოვნა, რომ ამას უნდა უყურო. ნაცაძე რაც გადის, იმას ჭირდება. და ჩვენთან მოდიოდა რეიტინგი, რომ უყურებს 26%, ანუ ყოველი მეოთხე ადამიანი საქართველოში ამ სერიალს და ეხლა იქ უკვე მერე თამასა ზემოთ იწევს. ეხლა ერთ ადამიანზე ვერ აყურებინებ. ის ადამიანი როგორი საინტერესოც არ უნდა იყოს, როგორი ბობოქარი ცხოვრებაც არ უნდა კონდეს, ზუგ ჭირდება შენაერთებს. საბოლოო ჯამში ჩვენ ცოტა ეშმაკურად მივდექით, რომ ჩცდ ერქვა, მაგრამ ბევრი პატარა სხვა სერიალი იყო შიგნით. იმიტომ რომ მაგალითად იქ ბევრი გმირი, ეხლა თუ გინახავთ თქვენ და დაკვირვები ხართ, რომ ისა, საერთოდ გადაკვეთა არ აქვს ერთმანეთთან, არ შეხვედრიან. ანუ ეს არის რომ უბრალოდ ეს არის ბრენდის სახელი, რომ ჩცდ და ზუსტად ეგ უნდა მეკითხა და კი ბატონო, ეგ არის. და ეს თან ეხა სუფთა პროფესიულად
ადვილებდა კიდევაც ეს ხაზები რო ერთმანეთს უფრო ამიტომაც უფრო ადვილია ხო ამათი გადაკვეთა უკვე შეუძლებელი გადაკვეთა რაღაც იყო ხოლმე ესეთ ირიბი ძალიან მაგრამ ესეც არსაიდან ვერ ჩამოხტება მაგალითად მაგრამ აი თქვათ თუ ბაქარი იყო დათოს ბიძაშვილის შვილი ბაქარის პარტნიორის ნათესავი იყო ის და იმას და შაგუდა ისა არაფერი საერთო არ ქონდათ მაგრამ შემეძლო მეჩვენებინა რა მაინტერესებს რა სადღაც გავხსნა თქვა მე მგონი ერთ-ერთ ინტერვიუში რომ ნუ ძალიან ხშირად ხდებოდა ხოლმე რომ რაღაცა წინასწარმეტყველებოდი ხდებოდა და ხალხი აი ქეთი დევდარიანი აი წინასწარმეტყველი და შენ გააქვს ამაზე პასუხი გაცემული რომ თუ კარგად დააკვირდებით აქ არაფერი წინასწარმეტყველება არ არის თუ რაღაცა ლოგიკურ მას დაიჭერ რაღაც პერსონაჟის განვითარებაში ამას ეთანხმები ბოლომდე რომ შეგიძლია ამოიცნო და რაღაცა ადამიანის გზა 100%-ით არ არსებობს მაგრამ დაახლოებით მაგრამ კვერცხს რო ჩაადგა ვიცი რომ 7 წუთში მოიხარშება ეგ არ არის წინასწარმეტყველება აი პრეზიდენტი მახსენდება ამ შემთხვევაში პირველი რომელიც პრეზიდენტი არ გავს სხვათა შორის სინამდვილეში ჩვენი სერიალის პრეზიდენტი ნამდვილ პრეზიდენტს თუ კარგად დააკვირდები არ გავს ის რაღაცნაირი ის არის აი ქართული არქეტიპი რა აი ჭამასმა დიდად ეზარება ეს შურისძიება შეიძლება დაეზაროს რაღაცა კანონის არ არის რა ესეთი კონცენტრირებული ძალაუფლებასა და პრეზიდენტობა იმიტომ უნდა რომ აი მუდმივად ქონდეს ამას რატო უნდა ამას ხო აქ მე მგონი შეიძლება იმაში გავდეს რომ დიდად არაინტერესებს ვიზუალურად გავს ახლა მართლა ვიზუალურად ხო ეგ ახლა ნუ ეგ მართლა არ ვიცი როგორ ხდება მაგაზე არ მაქვს პასუხი ისე ეგეც უნდა მე მგონი ეგეც რაღაც ოპტიკური ილუზია გავს მართლა მაგრამ ისე აქ საქმე გვაქვს ის თან თავნება ხასიათიანი კაცია აქ ამისგან არ ველოდები რაღაცა რებელობას მაინტერესებს თუ იღებ ნუ პერსონაჟს წერ ვიზუალათაც ალბათ წარმოდგენილი ყავს რაღაც დონეს თუ იღებ კასტინგში მონაწილეობას უშუალოდ როცა პერსონაჟი დამტკიცება მიდის იცი ძირითადად არა ჩემთვის ერთადერთი კრიტერიუმი იყო ხოლმე რომ კარგად ითამაშოს მსახიობმა რომ ეგ არის სიკვდილი თუ რაღაცა იკარგება შეიძლება ან ასევე მსახიობებს ძალიან უჭირთ ცუდად დაწერილი ტექსტის აი რო ვერ მოატრიალებენ აში ზოგჯერ ისეთი ტექსტი ხარ 8 წლის ბავშვს შეიძლება მისცენ ტექსტი სადაც ხედია ცხადია და რასაკვირველი და ასეთ სიტყვები და ძალიან ვცდილობდი რომ მეც შემეწყო ხელი მსახიობებისთვისაც და კასტინგიც შიც არჩევრეულიყავ იმიტომ რომ ჩვენი კასტინგის მენეჯერი ეკა და წაკითხულით ხდებოდა რა ტიპაჟი გვინდა ასე რომ თუ გავს ეს ეკას ბრალია თუ პრეზიდენტები ერთმანეთს გვანა მე მიმიყვანია რამდენიმე ადამიანი რომელიც Facebook-ზე მომხვდა თვალში არამსახიობი ხო აი მაინტერესებს სოციალურ ქსელებს რამდენად იყენებდი ინსპირაციისთვის სულ ინსპირაციისთვის იმიტომ რომ ის დრო წავიდა ეხლა რომ შენ წახვიდე კაფეში და შავი სათვალე გაიკეთო და იქ ხალხს უსმინო ეს არ გჭირდება Facebook-ზე სურათის ქვეშ კომუნიკაცია ქალების კაცების დაკვირვება ადამიანებს თუნდაც საკუთარ თავზე რა ვიცი ძალიან დიდად არ გამსხავდებით ადამიანებს იცი რა მაინტერესებს და მე მსახიობები ანუ ვინც ესე ვთქვათ გაკაჩავდა მე როლიც ეგრე კაჩავდა კი აი თუ მე წერდი როგორ ეხა ჩვენ რა პრინციპი გქონდა ვიყავი 8-12 სერიით წინ ხო ანუ რასაც იღებდნენ ხო მეც წინ ვერ მიდიხარ იმიტომ რომ აკვირდები ფიდბექს თუ ეს არ მიაქვს ან არ წაიყვანა არ გაქვს პერსონაჟი გატყავს ნელა რაღაც ფეიდით გადიხარ და თუ შეატყვე რომ აი გადაირია ყველა და თან მსახიობი ძალიან მაგრამ მე დავამუღამეთ ჩვენ რომ აი რამდენი უნდა ქონდეს ინტერვალი რომ შევატყოთ სად გვაქვს გასაქანი რომ ის ხაზი განავითარო და რამდენიმე ხაზზე ესე მოხდა რომ დავინახეთ პოტენციალი გმირის და იმას მე მივაბით ცალკე ჩვენ ბოჭორაც ყავდა სტუმრად და იქაც ბოჭორა არის ჩემი საყვარელი ახსენა ქეთის დამსახურება ის რომ როგორ ანვითარებდა ჩემ პერსონაჟს და მართლა ძალიან ამბივალენტურია ბოჭორას პერსონაჟის ესე წერა ბოჭორას როლი თავიდან იყო რომ აი მეზობლის ცოტა მუტრუკი მეზობელი რომელიც თან სიმპათიურია მაგრამ ნუ ეს არის რა გრუზინი განსაკუთრებული როლი ესეთი ეგზისტენციალური გამოწვევები მას არ უნდა ქონოდა მაგრამ სცენარისტი იქნები რეჟისორი თუ რა ვიცი ბოჭორას რო უყურებ რა შეუძლია და მას მე მარტო ათამაშს შემოდავლიოთ აი არის დანაშაული
და ამიტომ ეხლა რას ის საშუალებასაც ეხლა მე ფელირს ვერ გააკეთებ და იმას რიჩარდს და ჰამლეტს და მაგის არც მე ვარ შექსპირი და არც სერიალი არ იძლევა მაგის საშუალებას რომ მაგრამ პრობლემას გულისხმობ ამ შემთხვევაში რაღაც დიდს ხო მაგრამ იმ კვადრატში რომელშიც ეს გმირი მოძრაობდა მაქსიმალურად შუახნის კრიზისისთვის დამახასიათებელი ყველა კრიზისი დავატეხე თავს რა ხდება ბოზიშვილი ვარ იმიტომ რომ ვიცოდი რომ ეს არის ჩემთვის რა ვიცი აი მართლა ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობია ძალიან მიხარია რომ სხვებმა დაინახეს თან ეს იმიტომ რომ სერიალი შეიძლება ერთი პერიოდი სერიალი ითვლებოდა მაგარ გოიმობათ რა ეს ქნა ზოგადად სერიალებმა რომელიც 90-იანებში გადიოდა ჩვენთან მე ზოგადად სოფლიოში ის რომ სერიალში თამაში არ არის პროფესიული უთავმოყარეობა ქნა სოპრანომ რომ კი შეიძლება იყოს მსახიობი კარგი და თამაშობდეს სერიალში არ არის ეგეთი ცოდვა ჩვენთან რომ დაიწყო ეს ინერციით მიდგომა იყო რომ აუ რა ვქნათ მსახიობებიც ამბობდნენ ხოლმე რა ვქნათ ეხლა შემოსავალი არ ერთორი სერიალში ხო არ ვითამაშებთ რატო კინო ბევრია და ხო და ეს კინოც არ არის თორე აი და რაღაცა ცოტა ეგრეთ წოდებულ ხო ცოტა არა კარგად მაგრამ მე რამდენიმე ცოტა ისეთმა ადამიანმა რომ შეაქო ჩვენი სერიალი ვის აზრსაც კინოსამყაროს შეიძლება მნიშვნელობა ქონდეს ან რაღაც სცენა მოეწონა და მე ნინო კასრაძემ რო თქვა რომ ძალიან მინდა ამ სერიალში თამაში და ნინოც როგორი მსახიობია ხო ვიცით ნუ ეს კომპლექსი რომ აი სერიალში თუ თამაშობ მორჩა შენი საქმე წასულია ეგ აღარ იყო მით უმეტეს სერიალს აქვს ის პლუსი მსახიობისთვის რომ გეძლევა ყოველდღიურ რეჟიმში შენ პროფესიაში პრაქტიკის საშუალება რა და თუნდაც დიდი კინოსთვის შეიძლება მოემზადო და პლუს აქ ვცდილობდი რომ ქონოდათ ანუ არ მობეზრებოდათ ეს თავისი ხაზი რაც სერიალებში ხდება კვერცხი შემიწვი ღვინო დამისხი წამოდავლიოთ წამოქალები ანუ ამას გავცდით რა რომ აი იდენტობის კრიზისიც ქონოდათ რა მოდი მაყურებელსაც უთხრათ ვიზე ასალ მაინც ბოჭორი გიორგი ბოჭორიშვილი ზაზას როლის შემსრულებელი რა მაინტერესებს ძალიან ბევრი ხო ეს სერიალი რაღაც ბოლოში ყველა შეგვსვით ხო რაღაცა ნარკოტიკივით იყო ესე ვიყავი რომ მე ხო იცი მექსიკაში ნარკოდილერებს და სერიალის პროდიუსერებს რო აქვს ყველაზე მეტი ფული მართლა ხო არა აქაც ჩვენთან არა დამოკიდებულება იცის ხო სერიალზე შეჯდომა ჩვეულებრივი ამბავია და ეს გაუთავებელი იყო თან და როგორ ვიყავ იცი აღარ ვუყურებ ეგეთ ვითომ კაი პონტი ხო ოჯახში გადავწყვეტ და აღარ ვუყურებ მე უცებ რაღაცა პერსონაჟი შემოვიდა და დაგიადებდა და უყურებდი რა და ესეთი თან სული ჩდებოდა იქიდან იცი არ არის თან აუცილებელი რომ ესე ჩაუჯდეს არ არის აი ეს ზუსტად მაგას ვამბობდი ის რაღაც თავარი მაგისტრალი არა აქ რო თუ მოწყდი ვეღარ ჩაერთო რაც ეხაც რაღაც ამოჭრილებს დებენ საერთოდ არ გჭირდება იცოდე ან ვინ არის ან რა ხდება უბრალოდ რაღაც სიტუაციურად გულს გხანს შეიძლება იცი რა მაინტერესებს ზოგი ეხა აი მაგალითად ეხა ვინც მახსენდება რა ეხა უმრავლესობა პერსონაჟი ვინც გაკაჩა და მართლა მაგარი იყო მე მაგას დიდხანს მიყვებოდით და ეგ ლოგიკური იყო მაგრამ აი აშკარა ვიღაცები ხო რო ფიქრობ აი კაკაჩია მაგალითად ან შაგუ ან ეგეთი ტიპები ხო აშკარა უარყოფითი ეგეთმა ტიპებმა ყოფა უტირეს ამ ქვეყანას ჩემი აზრით ჩემი აზრით მაგრამ ცოტა რომანტიზირება მოხდა მე გასაყვარლდნენ და რაღაცა ბოლო დამევასა ერთის და მეორეს ის შვილთან ურთიერთობაში ის კაკაჩია თუ შვილი იყო თუ არა ადამიანები გაიჩნდნენ ისიც და ეს კარგია თუ ცუდი ეს უბრალოდ არის წესი შენ თუ პრეტენზია გაქვს რომ სცენარის წერა იცი ამ პიესის წერა იცი ხო ყელი არ იყოს რა თქმა უნდა იმაში რო იყო რა ქვია გვადალუპე კახიკაში და იმაში პროსტა მარიაში რომ ეს არის მდიდარი ლაშქარმრავალი ყმიანი კეთილი ლამაზი და ის მეორე ბოროტი ჩვენ არ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც მაგათაც ცალი ხელით შეიძლება ადამიანი ყოფილიყო დაჯგუფებაში კრიმინალურში და მეორე ხელით ბებუები დაეფინანსებინან რამე სიკეთე გაეკეთებინან არ იცნობ შაგუებს ეხა არ მინდა სახელები და გვარი თქვა და ყავს ეგეთი ბიზნესმენები რომ ცალი ხელით სიკეთეს აკეთებდნენ ცალით არა და ადამიანი ეგეთია მე უბრალოდ თუ რამე მინდა რომანტიზება იმდენად ვერ ვიტან აი ეგეთ კაცებს რომ შინაგანად რომანტიზება არ გამომივა მაგრამ რაღაცას რო აკეთებ და მე ეხლა ილო ბეროშვილი რო თამაშობს და ილო რო მოწონთ ეგ ჩემი ბრალი ხო არ არის ცოტა არის შენი ბრალი
აი გეტყვი ერთ მაგალითს, სულ მეგონა რომ პირველი კოტეთოლორდავას გმირი რო იყო. ეგ სალკეს ბაბულიკე ნუ ეს სიტყვა შენი მოგონილია მართლა? არა, ჩემი მოგონილია, ჩემი აღებულია იმიდან, სლენგი, ქართული სლენგიდან და გაპოპულარული. გაპოპულარული, მე მანამდე არ მქონდა ბაბუ, რაღაც ესე მიმართავდნენ ბავშვები ერთმანეთს და ჩემი შვილი მაშინ თინეიჯერი იყო და ნუ მე იმდენად რაღაც საკუთარი წარმოდგენა მაქვს კაცი როგორი უნდა იყოს, რომ მეგონა რომ მაგრა დავცინი ამ ბაბულიკებს და თან მე აშკარად ის იყო სცენა, სადაც აი პირდაპირ სახეში ურტყავს ქალს. რაც მგონია რომ საერთოდ არანაირი იმით კრიტერიუმით არ არის სადაო თემა, ცუდია თუ კარგი. და მოდიან ჩემი შვილი და მისი მეგობრები და მე აი კოტე გაგვაცან რაღაცას იდრა მეთქი კოტე კაბუდა ყიფშიძე. აი ამაზე გიждდებოდნენ, მეთქი შეგიძლიათ აი ეს რაღაცნაირად ჩამომიყალიბოთ, რა არის მათში მოსაწონი და ვახსენებ, აი ხელი გაარტყა. ძალიან ნერვები მოუშალა. ხო და ნუ ან შენ ცდილობ აჩვენო რომ ადამიანს აქვს შანსი იყოს კარგი, იყოს ცუდი, ზოგჯერ ეს სიცუდე მოდის იმ გარემოდან რომელშიც გავიზარდეთ აი ეს პოსტსოვიეტიკუსური, ეხლა ძალიან ბევრი ბანდიტი ამ ქვეყანაში, ნორმალურ ქვეყანაში რომ დაბადებული და გაზრდილიყო, უბრალოდ იქნებოდა კარგი ბიზნესმენი, თუ ეს ნიჭი და ეს ხედვა აქვს. ისევე როგორც ეხლა ესკობარი რომ იმდგარიყო კოკაინის მაგრივად სხვა ბიზნეს, ძალიან კარგი მენეჯერი იქნებოდა ისიც, ხო? მაგრამ ეს რაღაც შინაგანი სადიზმი ცოტა, გადარჩენის ინსტინქტი ცოტა 90-იანებს გამოვლილია ეს რაღაც კლასელის პანაშვიდებზე რომ დავდე. ეს ყველაფერი ხო დაილექა ჩვენში და აი ეს ხატებები ხო, ბოდიშვიხტი თუ რომანტიზება გამოვიდა. მე ეს მიზანი არ მქონია ნამდვილად. ხო, არა, ეგ კითხვა იყო ჩემი. ესეც ხო, ვიღაც მოდის და სულ რა თქმა უნდა, ხო. დათო საერთოდ არ იქცეოდა ცუდად. და არ პატიობდნენ ცოლისღალეს და შაგუს კი და ეხა ეგ თბილისში ეგრეა, თუ ფული აქვს, ყავდეს ბევრი საყვარელი და თუ არა აქვს, მაშინ წავიდეს მართალია. ესე. შენ გქონდა კიდე ერთი ბოდიში. თუ ამბობდი რამეს? არა, იცი რა, ძალიან არადამაჯერებელი ეგ არ არის, მაგრამ კი ვაღიარებ ამას, რომ შეიძლება მე მინდოდა ამის კრიტიკული ანალიზი და გამოვიდა რომ პირიქით კიდე უფრო საყვარლები გავხადე ეგ ადამიანი, მაგრამ უჩემოდაც მოწონდათ ეგეთი. ხო, ქართული რეალობაა ეგეთი. ძალიან უცნაური, ძალიან შეიძლება მითხრა საყვედური თუ არ მოგერიდოს, რომ აი რატო მაინდა-მაინც რეალობა, რეალობის რეკონსტრუქცია რატო აჩვენე კაი ტიპიც, ხო ვიღაც, მაგრამ ეგრე არ ხდება ის მიწოდება რა და ამ თვითონ ესენიც ხო უყურებდნენ შაგუები ამ შაგულს და მაშინ მიბაძონ იმაში კარგში იმ შაგულსაც ხო ან რო ამბობენ რომ აი ახდა რაღაცები ცუდი და ნუწერ რა ვიცი კარგიც იყო იქ ბევრი სასამართლო ისეს მაგრამ ეს არ ახდა ასე რომ ყველაფერი არ ხდება ერთმნიშვნელოვნად ცუდი პერსონაჟი იყო ვისაც მანქანა დაუმტრიეს და ზვერაძეს მის თამა ისიც მოიტანა ეს ვერ მოასწ დამთავრდა სერიალი არის არა ის უკვე პერსონაჟი ის იყო ხო არა ის ერთმნიშვნელოვნად ცუდი და ერთმნიშვნელოვნად გროტესკული ძალიან სასაცილო იყო ბარათეონი და ერთმმნიშვნელოვნად ცუდი იმიტომ რომ ჩვენ მაშინ უკვე ვიყავით პერიოდში სადაც შემეძლო მეჩვენებინა აი როგორ შეიძლება რომ ადამიანი გაველურდეს ეს აზრი გამიჩნდა პანდემიის დროს რა როგორ შეიძლება რომ უცებ რაღაცნაირად სახელდროებით თუ სულ დაკარგო და აი ამის ჩვენებაც მინდოდა რაღაც პირობების და სიტუაციის გამო კიდე რო არ ვიცით ვინ როგორ გამოავლეს თავის თავს და აი სისასტიკის მიშვება თუ მოხდა და რეალიზების საშუალება თუ გაქვს შენი სადიზმის როგორ ბოლომდე შეიძლება გაყვე ამას თუმცა მეც ეგ გამოცდილება ჩემი 90-იანებიდან არის აი ესე ჩემ ბავშვობაში მოხდა რომ პოლიციელმა შეპასუხების გამო 93 წელს ჩემი მეგობრი შეყვარებული მოკლა ეს ეზოში. ისე რომ არც დაიჭირეს და არაფერი რა, ესე უბრალოდ მოკლა, იმიტომ რომ რაღაცა იმან შეუტლიკინა რა, ასე რომ ეგ ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფი კი არ არის. ხო, ნუ არქეტიპულად ეხა ზვერაძეები უფრო ცოტაა. კი მაგრამ ისეთი ტიპია რა. მომრავლდნენ. იცი რა ხო, აი მაგის მომრავლება უკვე ნიშნავს რომ საქმე არის ძალიან ცუდად. თუ ესეთი შინაგანი, ეხლა მე მგონია, რომ ესეთი რაღაცნაირი ზვერაძეერი, ან კარგი, ცუდი ხალხი არ არსებობს. გერმანელებიც თუ მისცემს საშუალებას, ფრანგებიც თუ იტალიელებიც თუ რა ვიცი, ვინც თუ იაპონელებიც ამის ნიადაგს და თუ გაანაყოფიერებ, რომ თავის ყველაზე ცუდი თვისებები რეალიზების საშუალება მიეცეთ, მაშინ
კეთილშობილებაზე დამყარებული სისტემის არ ჯერა. კი, არიან ადამიანები, რომელიც მართლა, რა ვიცი, ვაცლავ ჰაველი მაგალითად, ხო, პრეზიდენტი გახდება თუ მეკარე იქნება თუ ხელოსანი, რაღაც იდეალებით ცხოვრობს, მაგრამ ეს ხო გამონაკლისია. ძირითადად მაინც სისტემამ უნდა დაგარეგულიროს და არა საკუთარმა სინდისმა, იმიტომ რომ საკუთარი სინდისის იმედზე ესე ვერ ვიქნებით ჩვენ. შენ გქონდა მანამდე ლაპარაკობთ კითხვაზე ვერავაკის სასტავზე და იმაზე თუ გინდა რომ დასვა მაგაზე მეც მაინტერესებს პასუხი. უტრირებულია. ხო. უტრირებული აი ეს ზედმეტად ბევრი პრეტენზიები გქონდათ, ხო? გქონდა რომ თლად ეგრეც არ არის ახლა. რომელი ვერავაკეობა? ვერავაკეობა და ისინი, ხო? მე მაგ იმიდან ვარ აქვია. აგიტო გეტკინა. არა, არ მტკენია, უბრალოდ ზოგჯერ გქონდა რომ ცოტა ზედმეტად უტრირებულია, რა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ძალიან მაგარი იყო. ჩიკა მაგალითად ჩირაძეა და ახლა ეგ არის, ხო? ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს და ისე, მაგრამ აი ვერავაკეობა რაღაცები ცოტა ზედმეტები იყო ხოლმე რა, ჩემი აზრით. შეიძლება, ხო, არ ვიცი. როგორც ზოგიერთი ვაკელი ამბობდა, მე რო არ ვცხოვრობ ვაკეში შურს და ამიტომ ცოტა უფრო გროტესკულად ვაშო. შეიძლება ეგრე იყო, არ ვიცი, მაგრამ მე უფრო მინდოდა აი კონცეპტუალურად მეჩვენებინ ეს რაღაც არანაირი დამსახურების გამო და ალბათ იცნობ ეგეთი უბნელებიც ყავს რაღაცნაირი. აი რაღაც სვეტსკი წუმპის რაღაცა. არა, რა თუნდა. ხო, და ცოტა ოღონ ეს აფიშირებული ესე არ არის ხოლმე მათგან რომ ზემოდან გიყურებს ან რაღაცას ხაზგასმით თავის აი ეს კიჩაობა საკუთარი შემოსავლებით ცუდონად ითვლება რაღაც წრეში. მაგრამ ეს ვერავაკის ლანდშაფტიც ხო იცვლება ნელ-ნელა, ხო? და არ არის ისეთი როგორც თქვათ ადრე იყო და ამ ვაკეს თავის კონცეფცია ჰქონდა რატო არის ვაკე და რამ გახადა პრესტიჟული და ეხლა რატო გახდა დაუშვათ რუსული ამას ყველაფერს ხო თავის ისტორია აქვს. აი იმ წლებში ხდებოდა აი ამ რაღაც ელიტის როტაცია და მაგის აღწერა მინდოდა რომ იქ არავინ არ არის ესე რომ მაინდა-მაინც აი ვერელების სახით ლაპარაკობს ამ პროტოტიპი ყავს ვიღაც და ეს ვაკე ვერაობა თან იყო იმ შავლე გმადლიანი უკვე სახელი და გვარიც არის ეს არ არის იქაური ანუ ეს მერე გამდიდრებული ადამიანია და მაგრამ ყავს ნამდვილი ვერელი მეგობარი ბაჩო კელაპტრიშვილი რომელსაც კახათოლორდაო თამაშობდა და კახა არის ახლა ჰაბიტუსით ეს რომ არაფრის გროტესკი არ არის ახლა მეტი რა გინდათ? წესიერი კაცი ვათამაშე. აი, ერთი-ორი კითხვაც. არა, ჯესეთი ეს ჟანრიც არის გროტესკი. ეხლა აი ერთი კასპელი კაცი რომელიც არასოდეს არ დამავიწყდება Facebook-ზე იდო, რაღაც ჩცდ-ზე გამოკითხვა როა ხუჩის, ხო, იცი, რაღაც მარშრუტკასთან იდგა და აი გასაღებით რო კისერს იფხანე. სადა ნახა მაგდე დამოტყუme ეგეთი უძდელები. აი ეს ხო და ეხლა კასპშიც არ არის ყველა ეგეთი, მაგრამ ვიღაც არქეტიპები მაინც ეგრეა რა. თან თუ გეწყინა ესე იგი ეგრეა. აი ბატონო. არ მახსოვდა თან, ეხა ამოწი. უნდა შემომეგდო, ხო? და შაგუ ახსენე ძალიან გაკვრით. არა, ეს კარგია, იმიტომ რომ იდენტიფიცირება არ გინდა რომ ეშთაბეჭდილება დარჩეს, რომ ესეთია ყველა. მაგრამ აი ზოგადად როცა ვიღაც თელი უბნის სახელით საკუთარ თავზე რაღაც დანაშაულს იღებს, უკვე არასწორია, რომ რამე ერთგვაროვანი შეიძლება იყოს ან ვერა, ან ვაკე, მაგრამ ვერა ვაკეობის დღესასწაული რო არსებობს, მე ვიცი უბრალოდ სხვა სახელი ქვია მაგას და ეხლა ნუ მომაყოლებთ. და ჩამოვლა და რაღაც აი არსებობს ვაკური ტაშფანდური არსებობს გამოკვლეულია ეგ თემა ხა შენ ზედაპირულად მე 1:15 წუთი ვაკურტაშფანდურს მოგიყვები და დამეთანხმები დარწმუნებული უბრალოდ არ გახსოვს იმიტომ რომ სხვა რაღაცებზე ფიქრობ როგორც კი დააკვირდები და აი ზუმაუტს აკეთებ ხედავ რომ ეს არის უბრალოდ კარგ ჩექმებში გამოვლენილი აი რაღაცნაირი გოიმობა. ანუ პროვინციალიზმი არსებობს რაღაც ტოტალური, რომლის ნაწილიც ჯერსეთ იქ თვითკრიტიკაც არის. ახლა მე იმას კი არ ვამბობ, რომ აი მე განზე გავდგები, ყველას დავაკვირდები და ყველას დაგლანძღავ. ყველა ამიტომ არის ცოტა საყვარელიც. აი ეხმარება მაგათაც ეუბნება რომ კი ხარ რუსთაველი და ვაფშე არ ვიცი ეს რუსთავი სად არის, მაგრამ აი მე არ მეზიზღებიან სოფლელები და დაგეხმარები და ეს არის ეგრე რა. ანუ ყოველ შემთხვევაში ჩემ გმირებს
ჩემ გმირებს ეგ დამაჯერებლად ქონდა. კი, რა თქმა უნდა, ის დავიცავ ბოლომდე ჩემი. კარგი. რა თქმა უნდა. აი ეს შეცდ რომ ამოვწუროთ და ხო, თორე აი მაინტერესებს. უკვე როგორ შთაბეჭდილებას ტოვებ ხოლმე, იცი რომ კი მიყვარს მართლა ვიძახი რომ მეორე შვილია და პირველი ამის გამობრაზდება, მაგრამ აი მეტი სალაპარაკო საერთოდ არა. მაგრამ რა არის ჩი ამ შემთხვევაში გადავალ კომპლიმენტებზე ხა ცოტა. არა, შენიშვნაც მიღებულია ხო, ეხლა ძალიან გამაინუნებული. შეცდ ნუ ის იყო რა მოვლენა იყო ხო ყველა ვარიანტში მართლა რომ ამოწურვაცავით სოციალური რაც გინდა ის დაარქვი და მე ცოტა ეხა კინოშენიკური რაც ხდებოდა ხო ლაპარაკი ცოტა მიდიოდა ეჭვიანობა მიდიოდა კინემატოგრაფისტების აი ჩცდ შექმნა რაღაცა კულტურა და ჩცდ-ს განსხვავებული უნდა გავაკეთოთ ხო ეგ ძალიან აი რა უსირება შეუშლიდა ვინმეს ხელს ჩცდ რომ რამე გაეკეთებინა იმიტომ რომ ჩვენთან როგორ იყო იცი მაგალითად თუ ვინმეს კინოში იღებდნენ იგივე ბოჭორა იქნებოდა თუ ვიღაც ეს არანაირი დაბრკოლება არ ეგ ანუ მე ხელს ვიღაცას რაღაცის გაკეთება თუ უნდოდა ვერაფრით ვერ შეუშლიდი და არ შეუშლიდი უბრალოდ ჩცდ-ს აქვს თავის ადგილი ჩათვალე რომ ეს იყო ქართული home video რომელიც საქართველოს 21 საუკუნის 10-იანი წლების რაღაცნაირი აღწერა და დარჩება თუ ვინმეს მოუნდება ნახა რა გვეცვა რა სჭამდით რა სვლაპარაკობდით რა გვიხაროდა და რა გვწყინდა ნახავს კინოსთან საერთოდ არ იკვეთება ეს ჩემი აზრით ანუ მათ რამის გადაღება უნდა და შენ რეჟისორებს გულეს ხო პირველ რიგში ესთეტიკის ამბავში მაგაზე ლაპარაკი ხა მე ხო სულ მანდ ვიყავი და სულ რაღაცნაირად ჩცდ-ს დაპირისპირება მიდიოდა ჩცდ-ს გინდა ცნობიერი და გინდა ქვეცნობიერი რა ეს ფაქტი იყო და არა მე კიდე კომპლიმენტად ანუ რისი თქვა მინდა რა ჩცდ რა არის ხო თან არის რომ სერიალია და რაც შენ თქვი მაგრამ ძალიან ბევრი პატარა ფილმ ანუ ცალ-ცალკე რომ გამოყო ძალიან ბევრი ფილმია ნუ ფილმისთვის საკმარისი იქ არ იყო ალბათ ის რომ ფილმს ჭირდება მეტი დრო აი ეს ლიტერატურულად რომ შევხედოთ ფილმი არის მოთხრობა მოთხრობას კიდე მეტი ოკამის სამართებელი ჭირდება კიდე მეტი გაწმენდა კიდე მეტი გამოყენება კი არა მაგაში აბსოლუტურად მაგრამ რო ამოგეღო აი რომელიმე ხაზი ძალიან ბევრი კინოსთვის ძალიან ბევრი სცენარია აი მე მაგალითად ერთი რატომღაც მილიონი ეგეთი იყო მაგრამ დამახსოვრდა ძალიან გოგოს რა ქვია იმ ბავშვს სულ რო არის ტასოს ხაზი როცა არ უჯერებენ მშობლები რაღაცას ეგ აი მიფიქრია რომ ცალკე ეგ არის მაგარი ქონდა ხოლმე მაგარი კინო ისინი მაგარი კინო იყო აი მახსოვს რომ დამახსოვრდა რომ ცალკე არის ძალიან მაგარი ფილმი რა რომელიც თავის სიუჟეტურად რომ ბავშვს არ უჯერებენ მშობლები ამაზე მურტაი რა უნდა იყოს მაგას გააკეთებდი ძალიან მაგარ იტალიურ კინოს სიტყვაზე ვამბობ რა ანუ რაღაცაირი გადააწყობდი სცენარს როგორც ეგეთი ამბები არის ეს ერთი კინო ამბავი ხო შეიძლება გაკეთდეს აქედან იყო ძალიან ბევრი ცალკე გააკეთო კიდე ბევრი სცენარები ქონდა ხო აი როცა რაღაცა ეს არისტოტელეს დილემა თუ მინდოდა როცა არჩევანს ღირსებას შორის და ვთქვათ რაღაც ეგ დილემები როცა მინდოდა რომ გმირს გაჩენო და აი დუდუს პერსონაჟი რომელიც ასევე გროტესკული ხა ყველაფერს აგვარებს მაგრამ პირადი რაღაცა აი შვილი დაეხმარო ვიღაცას რა უპატიურებს თუ გამოიყენო შენი კავშირები თუ დასაჯო ხა ესე სათქმელად ადვილია ხო აი ძალიან ვიცინი ხოლმე ძალიან პატარა სტუდენტები ამბობენ ეგრევე აი იფიგენიას დილემა რაღაც ვარ უნდა შეწირო თავის სამშობლოს უნდა დასაჯო აი ესე ადვილად ამბობენ იმიტომ რომ პატარები არიან და არ იციან რომ ამისთვის ეხა არ არის ეგრე ადვილი 20 წლით და 25 წლით შვილი ციხეში გაუშვას ყოველ შემთხვევაში გადასაწყვეტად ესე აბარა წავიდეს ციხეში იმას შეწიროს თავი ამან ეს მოიქცეს კარგად ანუ ადვილად წყვეტენ და სულ მინდა ჩვენება ხოლმე ამის და ამიტომ ეგ ფილმად გამოდიოდა მე ვერ ვასწრებდი ეხა ნახევარსაათში ბოდიში და რას გონიც არ ყოფნის რომ მოამწიფო და ამიტომ მე გამოდიოდა რომ აი სამი გადამულსერა და კინოს გავდა. უბრალოდ გადაღებით სხვანაირად იღება. ხო, სხვანაირად იღება, მაგრამ საბოლოოდ ეგ არის რა, ბევრი მოკლედ მაგის თქვა მინდა რომ კინოები შიგნით არის. კაი, ეხლა უნდა ამოწურო ნამდვილად ამ კითხვით და ბოლო კითხვა რა გაჩერებულია 2 წელი ალბათ, ხო, სერიალი და ჯერ ის უნდა კითხო გაგზელების მოლოდინები თუ არსებობს და მეორე კიდე ახალი პერსონაჟები შენ თავში თუ მოიხარშა იმ ამ 3 წლის მანძილზე, ვისაც იცი რომ ჩასვალდი ხა და აიქ მოარგე. დაწერილი გაქვს ეს პერსონაჟი? არა, დაწერილი არ მაქვს, უბრალოდ ვუყურებ და ხა იმ დღესაც ვამბობდი პოდკასტში დავინახე რომ ყვავს ცოცხალი გმირები გარშემო რა. აი მართლა ის წიგნის პერსონაჟები, ადამიანები, რომლებმაც უარი თქვეს კარგ ცხოვრებაზე და ეს თითქოს ესე რომ შეხედავ
რაღაცა ის გონია, რომ შენი თანამედროვე როა ვერ აღიქვამეს რამხელა ღირსების შენარჩუნება, როგორი მნიშვნელოვანი ყოფილა ამდენი ქართველისთვის და ამან ჩემში ჩაკლა გროტესკის გაკეთების სურვილი. და მინდა რომ აი ამ რაღაც კეთილი ცოტა კაურისმიაკის, აღარ არ ვედრები ხა სხვანაირად არ გაიგოთ ძალიან გთხოვთ. უბრალოდ პათოს ვამბობ, რომ აი კეთილი ამბები მოყვე. აი ხეს დუშენის ბავშვების ფული რო აგროვდა, თავმოყარეობა, იგივე თქვენ მაგალითად რომ თქვა თავმოყარეობა არჩიეთ იმას, რა ქვია, რაღაცა დალაგებას, რომ ქართველი არ არის ესე დამლაგებელი, მაგრამ იქით მეორე ნახევარი ხო ისევ ესეთია, რომელზეც უაკეთებდი იმ სერიალს. მაგრამ ეხა აქეთა ნახევარიც ხო იმსახურებს, რომ 20-იანი წლებიც აღწეროთ, როგორია ჩვენ ქვეყანაში. ქალი ყავს, რომელიც არ ჯდება სკამზე, არ ცნობს თავს და ეს უნდა დარჩეს ეს ამბები რა. ახალგაზრდები ყავს, რომლებიც უბრალოდ რაღაც მართლა საოცარ გმირობას იჩენენ. იმის გამო, რომ ჩვენ აწყვოში არ გვაქვს ამის ბოლომდე აღქმის უნარი, იმიტომ რომ ეხლა ხდება შენ თვალწინ და შენც რო ამის ნაწილი ხარ, შენ ისტორიაში ცხოვრობ რეალურად, ეხლა ჩვენ ცხოვრობთ ისტორიაში, რომელზეც ჩვენ ვკითხულობთ 20-იანი წლების ოქმებს და რაღაცას ხო გვიკვირს და უცებ აი აქ არის რა ადამიანი რომელიც შენი მეგობარი იყო შეიძლება დააჭერინოს ხოლ შენი თავი და მე ამას მოვესწარ და ეხა სხვა რაღაცის წერა აი ხა შაგუ როგორი იგინება და როგორი ისვრის და თავის სპეცნაზი როყავს ეგ აღარ მინდა რა მე ამბები აი კონცენტრები მაგალითად გონია რომ შეცოდოსთვის ეს გამოჩნდება კი, ეგეც არის. ეგ ოღონდ მაგას რა ჭირდება, იცი? ეს არის, აი რისერჩი ჭირდება, მაგარი სისტემა, ეგ სისტემა როგორ მუშაობს. და ეგ არის თემა. იმიტომ შენ წარმოიდგინე, რომ ესენი არიან ახალგაზრდები, რომლებიც თვეში აკეთებენ $20,000-$25,000, 20-25 წლის ბიჭები და გოგოებიც კი, რაღაცა სინდისი აქვთ სრულიად ესე გათიშული ამ პროცესიდან და უცებ კარგი ხვდები რომ ხვალ რო ჩვენ გქონდეს წესიერი ევროპული ქვეყანა ამათ ელოდებათ პოსტტრაუმული რაღაცა დეპრესიული სიტუაცია, იმიტომ რომ არ არსებობს არც ერთი ნორმალური საზოგადოება და ქვეყანა, სადაც 20 წლის ადამიანი $25,000 იღებს ხელფასად. რატო იცხოვრებს აქ წავალ? მაგაც ვფიქრობ, ტიპები რაღაცების გაძარცვაში. რაში იღებენ? რანაირ იქ სისტემა რატო არის გამოკვლეული? თაობა ყავს აფერისტების. რაში იღებენ და როგორი აფერისტების თან წარმოიდგინე რომ ვიღაც მოხუცების სიცოცხლის და გამართლება რა აქვს, იცი? ანა უხდიან მაინც სახელმწიფო ის უნაზღაურებს. ეგ საიდან მოდის ეგ გამართლება? არ ვიცი. არა, ესეც არის, რომ არა ჩვენ ცხოვრობდით, შენ პატარა ხარ ძალიან ჩვენზე, მაგრამ კოტე დამემოწმება, რომ ანუ სახელმწიფოში ეს ფულის მოპარვა არ იყოს სირცხვილი რა. ეხლა გერმანიაში მაგალითად, ეს გერმანია ჩემი საყვარელი ქვეყანა და მაგიტომ მაქვს მაგალითად. შენ თუ შენმა მეზობელმა იცის რომ €1,200 გაქვს ხელფასი და უცებ ლამბორჯინი შეგრიალდა ეზოში, ეს ვერ და აქ იყო ცხოვრობდნენ პოლიციელები, ჩინოვნიკები, იცოდი რომ 60 ლარი აქვს ხელფასი და სამსართულიანი სახლი და თან მთელი ქვეყანა ძარცვავდა სახელმწიფოს და ამბობდნენ რომ ეს ამ სახელმწიფომ დაიმსახურა და მართლა ცუდი სახელმწიფო ქონდა რა, რომელიცგანაც დისტანცირდებოდი, არ გიყვარდა ეს, იმიტომ რომ რუსეთის ქვეშ იყავი, თან ცოტას აправებდი ამ შენს ქურდობას და კორუმპირებულობას და ამაზე დაფუძნებული, ამიტომ ბავშვობიდან და მათ შორის გეთანხმები ამ შენიშვნებს ვიღებ, რომ რომანტიკების მაგივრად ამის პირიქით ჩვენება უნდა მოხდეს, რა არის სწორი და კარგი რა, აი 7 წლამდეც კი, აი თავიდანვე ღირებულებები ისე უნდა ჩაიდოს თავიდანვე ადამიანში, რომ 20 წლის რო გახდება გაუტყდეს ახლა 80 წლის ქალისთვის დარეკვა და ბოლო €200 თუ რავი 100-იც რო კონდეს რა მნიშვნელობა, ამ ფულის ახევა რა. მით უმეტეს რომ მაგრამ ნუ ხო ამათაც გაუჭირდებათ რა ეგ არის. ეხლა ებრძვის კარგი საქართველოს, ცუდ საქართველოს. ერთი ჟურნალისტი მეუნებოდა, რომ აი სომხეთში ვიყავიო ჩასული, ცნობილი ჟურნალისტია, ინგლისში ცხოვრობს. თვითონ გაქცეულია რუსეთიდან და აი სომეხს მეტნაკლებად რო ველაპარაკებიო, აი სომხური იდენტობა რა გვინდა, რაღაც გამოკვეთილია რა მეტნაკლებად, კონსენსუსი აქვს ქვეყნის შიგნით რაღაცეებზე და გამოჩნდა კიდევაც ეს რა, ესე ადვილად არის. და აი აქ ველაპარაკები სხვადასხვანაირ ქართულს და ვერ ხვდები, შეიძლება ისეთი რადიკალურად განსხვავებულ ტიპებს ნახულობ და ველაპარაკები და სხვადასხვა რაღაცას მეუნებია, რომ აი ჩემთვის ესე გამოკვეთილი რაღაც ქართული ობრაზი არ არსებობს რა. და შეიძლება მითხრას იმდენი რამე რაც მე არც კი გამიგია და შეიძლება შემხვდეს და მითხრას რომ რუსეთს რატო უნდა
ვებრძოლო ხა რა თურქეთი არ არის ოკუპანტი? აი და მე ეგენი ყველაფერი ტელევიზორის ის არის. და რა მაინტერესებს ეს ნუ ხო კითხვა რომ ЧЦԴ-ს გაგრძელება იქნება არ იქნება არ ვიცით ხო? ეს მეც არ ვიცი. აი ხო ხედავთ არ ვარ წინასწარმეტყვი. მაგრამ გინდათ. თუ კითხვა გაქვს რომ მომბეზდა თუ არა? არა და რატო ЧЦԴ ერქმევა? თორე ხო თქვი იქნება სხვა რაღაცე. ანუ იქნება კაი ტიპი. კინოზეც მიფიქრე, ცოტა რაღაც შიში მაქვს ამ კინო მგონია რომ მე როგორი კინოც მიყვარს. ასეთი რომ დავწერო, ალბათ კიდე უფრო მეტი მზაობა მჭირდება ემოციური და ამ შემთხვევაში რა მაინტერესებს შენ პრინციპში ეგრე გამოვიდა და უკვე წლებია პრინციპში ერთ ჯგუფთან და ლიფონავასთან ეხლა კი შეიცვალა იქ რეჟისორები, მაგრამ ნუ გიორგი თავარქილაძე იყო ჩვენი რეჟისორი. ბლიაძეც იყო, ისიც იყო, სოლომონაშვილიც იყო, ბევრი ხალხი შეიცვალა. მაგრამ მაინც ლიფონა მოდი ესე ვთქვათო, ლიფონავა იყო თავიდან ვინც წაიყვანა ეს და რაღაცა მაგის ხაზი იყო. ანუ მე რისი თქვა მინდა რომ თქვათ კინოში რაღაცა მეშინიაო რო იძახი. მაგრამ თუ დავწერ ლიფონავა გადაიღე. აი ლიფო ისევ ლიფო მაგას მაიკ არის ჩემი კითხვა. ჩვენ გვაქვს ჯერ ეს ერთი რაღაცნაირი მიუხედავად რომ გიორგის არ უყვარს ლაპარაკი და მე მიყვარს. აქ ვერ მოვიყვანე ვერანაირად. იმიტომ რომ არ უყვარს ლაპარაკი, მაგრამ არის ძალიან ჭკვიანი, მოაზროვნე, კარგი ადამიანი და ზუსტად ისეთი როგორიც უნდა იყოს კარგი ქართველი კაცი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ურთიერთგაგება და ამავე დროს პრაქტიკა. ერთმანეთთან აი ის დაწერილი ყველა ტექსტი ხო ეს ქვეტექსტი აქვს და ეს ქვეტექსტი როგორ ამოიტანოს კინოში ესიც ის და მგონია რომ უბრალოდ კარგი კოლაბორაცია გამოგვივა თორე ხა ის კი არ გვაქვს რაღაც ნოტარიუსთან ის რომ ხო მაგრამ ჩემთვის მე ყველა ქართველ კარგ რეჟისორს დიდი სიამოვნებით დავუწერ სცენარს ღმერთმა ქნას და მე თვითონაც შევთავაზებ ღმერთმა ქნას რომ საქართველოში გაჩნდეს ამის რესურსი, რომ წეროთ და კინო გადავიღოთ. და ვისაც მოუნდება, ყველასთან შემიძლია ამ მხრივ თანამშრომლობა. ქონია პრაქტიკა, ხო, ვინმესთან. არც პრაქტიკა და არც შემოთავაზება ამის არ მქონია. ხო და მივაყარე ძალიან ბოდიში და აი რაღაც ხო და რაღაც უნდა მეთქვა და მოვიწყო. რეჟისორებს უფრო მაინც ხო თვითონ უყვართ. აი კინო არის სცენარის დაწერა. და ეგ ცალკე მათ თემაზე მინდა ლაპარაკი, რომ თვითონ სცენარი საბოლოოდ სადაც ვარ სცენარისტების ნაკლებობა არის დღეს საქართველოში. ესე ძაფრად ჩანს ეგ ამბავი, უკვე თან წლებია, იმიტომ რომ შეიძლება რეჟისორებმა შეითავსეს ეს ფუნქცია და რატო გაუგებარია, რატო თან სუფთა პრაგმატული ისიც არის, სუფთა ფინანსური მომენტიც არის, მაგრამ თან აი რომ დააკვირდე, თან ფაქტია რომ ჭირდება. აი ხა გამახსენდა ერთხელ მქონდა ერთადერთხელ მაშინ და ვერ გავაკეთე იმიტომ რომ და ძალიან მაინტერესებს ის ფილმი როგორი გამოვიდა ვახო ჯაჯანიძის წელს იყო პრემიერა მაგ ფილმს ხო და აი ეს როცა რეალური არსებებს ხო აი ეს რეალურ არსებებს როცა იწყებდა შევხვდი მაშინ მაგრამ უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელი იყო რომ ЧЦԴ-ს პარალელურად რამე მეწერა. ეგ იმის მიხედვით დოლენჯაშვილის ნაწარმოებები. ხო მე მგონი თეონამ დაწერა. მე იმან დაწერა ხო და ანუ სცენარისტებზე ისევ რომ გავაგზელოთ ერთი ეგ მაქვს რომ შენ თვითონ არ ქონია რომ დაწერო რაღაცა ხო უფრო შეკვეთ ცხოვრება მეგრე მოიტანა რომ შეკვეთებით მუშაობდი სულ ხო? მე თვითონ რაც მინდოდა ეს ЧЦԴ-ს დაწერა ხო? სადაც მე რასაც წერდი იქ ზოგი მართლა ფილმს გავდა და რაღაც ეს არასდროს ცხოვრებაში იმის დრო რომ მოდი ახლა დავჯდე. ხო და გავჯდე. 6 თვე წავიდე სოფელში სადმე დავჯდე და სცენარი წერო. თავს არ გაცოდებთ, მაგრამ მე მაგის საშუალება. მაგით არ დავიწყე ლაპარაკი, როდის ეძინა თქვა ამ ადამიანს. ანუ მე ამის დრო ეხაც აი იმიტომ რომ მაგალითად ჩემთვის ხშირად უთქვას თქვენ ახლა ამ სფეროში გარკვეული ხალხი ხართ და იმიტომ იცით და გიკვირთ რომ ეს რაღაც დრო მიაქვს, მაგრამ ვიღაცები მეუბნები რომ შენ წერე და რაღაცა მერე იქნება და მეუბნები რომ აი ეს წერე ნიშნავს რომ სხვას არ აკეთებ არაფერს, არც ასწავლი, არც პოდკასტი გაქვს, არც სტუმრად დადიხარ, არც პირადი ცხოვრება გაქვს, საერთოდ უბრალოდ ძიხარ და წერ.
და კინოსთან ეხლა აი ისე უდგები, რომ მართლა მინდა რომ მე ეს სცენარი მოგეწონოთ რა, კარგი იყოს, ხო. ამას ჭირდება დაჯდომა და დაწერა. და თუ გეცოდინება რომ შეიძლება არავინ არ გადაიღოს და ამის ფული ნამდვილად არ იქნება. ხო, ესე უბრალოდ წერა, არც გონია რომ სცენარისტები ესე წერენ სცენარს. ინდუსტრია როცა შეიძლება იდეა, აი შევთავ, როგორ ხდება, ხო, თავიდან რაღაც ლოგლაინი გაქვს, ეს მიგაქვს პროდიუსერებთან, რეჟისორებთან, თუ მოწონთ, მე აუთლაინს უკეთებ და ესე პირდაპირ დაჯდეს და საბჭოთა კავშირის დროს იყო, იცი რატო იყო? სისტემა. იმიტომ რომ ფულს უხდიდნენ. უბრალოდ დაწერაში. ძალიან ბევრი სცენარები დო ამაში მაშინ ხო არა, მაგრამ სხვათა შორის მე ბევრმა რეჟისორმა აი ამ იმაში არ ვიცი მე ტატო კოტეტიშვილმა ეგრე იყო ანემია. ვიღაცა მაგაში იქექებოდა ამ სცენარებში და პოულობდა. კი, ამიტომ იყო, ხო. ინდუსტრიისთვის საჭიროც არის რომ სცენარისტები. სანდრო თაქთაქიშვილმა, ჩემმა მეგობარმა, მაჩუკა სცენარები ძველი რუსულ ენაზე გამოწერილი ცნობილი ფილმების და ძალიან მიხარია. ოღონდ ჯერ ვერ მოვიცალე რომ წავიკითხო რა დაწერო კი. მე მაქვს ერთი კითხვა თუ შეიძლება სხვა თემაზე გადავდივარ, სხვა თემაზე რა ქვევტრიალებს ხადე, მაგრამ კინო და ლიტერატურა აი ამ ორი მედიუმის შერწყმაზე მინდა კითხო, ვიცი რომ შენ ორივე ძალიან გიყვარს. ძალიან და კინო უფრო კიდე რაოდენ გასაოცარიც არის. ახლა ჩემთვის აი ყველაზე ბედნიერი, ყველაზე მეტი დოპამინს როდის გამოყოფს ჩემი ორგანიზმი, როცა ვიცი რომ მივდივარ კარგ ფილმზე კინოში, შემიძლია მარტოც წავიდე და მან დუარ აი საათნახევარი 2 საათი 3 საათი და თუ ლავდიას უყურებ თუნდაც 8 საათი შემიძლია რომ მივიღო უდიდესი სიამოვნება და იმის გამო რომ ესე მიყვარს კინო, ამიტომ უფრო დაწერაც მე შინია. საინტერესო. ხო, მე მგონი ლევან ბერძენიშვილს აქ ნათქვამი და ვეთანხმები ამაშიო. დიდი ლიტერატურული ნაწარმოებიდან ანუ გენიალურიდან გენიალური ვერ გამოვა, ლიტერატურული ნაწარმოებიდან გენიალური კინო ვერ გამოვა, მაგრამ კარგი ნაწარმოებიდან გამოვა კარგი კინო. ნუ ალბათ სხვა ტექნიკა ის რაც ძალიან დიადია ლიტერატურაში იმის კინოში გადმოთამაშება რთულია. შეიძლება შეუძლებელი კიდევაც. და პირველ რიგში მაინტერესებს რას ფიქრობ ამაზე? თუ ფიქრობ რომ თქვათ აი რომელიმე გენიალური ნაწარმოები აუცილებლად კარგი ფილმი გამოვა, ან შესაძლებელია თუ არ გამოვიდეს. მე ვფიქრობ რომ არა, მაგრამ არის მეორე ვარიანტი კიდე, რომელიც მე ვიცი რომ შენც მოგეწონა ის სერიალია ვონ. მარტოობის 100 წელი, რომელიც გადაიღო Netflix-ში. არა, პირიქით, მე არ მოგეწონა? არ მინახავს. არ გინახავს. ეხლა მიზეს გეტყვი რატო? მარტოობის 100 წელი არის ჩემი საყვარელი წიგნი ძალიან სუბიექტური მიზეზების გამო. არა იმიტომ რომ ეს არის ყველაზე კარგი ტექსტი, რომელიც მე წამიკითხავს. უბრალოდ მე ვიყავი ძალიან ავად აი სიცხერო გაქვს, ცოტა ბოდვისკენ და кайფისკენ რომ მიდიხარ, ხო, იცი, მაგ დროს დავიწყე ამ ტექსტის კითხვა და ისედაც ხო მაგიური რეალიზმია და ეს ატმოსფერო, რომელიც ამ კითხვის დროს შემექმნა, ვეღარ ანგრევს ვეღარაფერი რა, აი რაღაც მყარი ხატებაა ჩემ გონებაში ჩარჩენილი წლების მანძილზე. და ემოციურ შთაბეჭდილებას მივხვდეთ, რომ ლიტერატურულად ეს არ არის, აი მარკესის ნაწარმოებშიც კი ყველაზე კარგი ტექსტი ეგ არ არის. ჩემთვის არის რაღაცა ხელშეუხებელი ჩემი აი მრძისფერი კედლები, ჩუშაბად, მე როგორიც წარმომიდგენია და Netflix-ის ის რომ ნახე ტრაილერი, ხო? მეთქი არ მინდა ამის ყურება, იმიტომ რომ რაღაცა არ შემოვიდეს ხვისი დანახული მარტოობის 100 წელი, თორე შეიძლება კარგია. მაგრამ მე გეტყვი სხვა მაგალითს ვიღაცამ Google-ის ბუდეს გადაუფრინე, რომელიც უბრალოდ ეგ თუ მაგ დრო გეტყვი რატო არის ტექსტი ძალიან კარგია, ოღონდ ამერიკის კრიტიკა და გადაჭეხილია მთლიანად კინოში. ხო, იმიტომ რომ ფორმანი იყო ამერიკაში ახალ ჩასული და ეხა პირდაპირ იქაურ სისტემას ვერ დაეტაკებოდა და ამიტომ რაღაც ინდივიდუალურ იმაში გადაიყვანა თემაში, მაგრამ ორივე კარგია, წიგნიც კარგია, ფილმიც კარგია. მაგრამ ეს იძახის შედევრებისგან არ გამოვა. შედევრებისგან ზოგადად ჭირს, მაგრამ იმიტომ რომ კინო შედევრიში, აი მე მაგის მიზეზი შეიძლება ვცდები, მაგრამ იცი რა მგონია, იმიტომ რომ კინოში არ არის ტექსტი მთავარი. ზუსტად, რა თქმა უნდა, ეგ ერთმნიშვნელოვანი ეგრეა და ტექნიკაც სხვა არის, ხო? ხა ლიტერატურაში თუ ყველაზე კარგი ამოიღე, ანუ ტექსტი, ხო რაღაც. ხო, რა ვიცი, ან ამბავი ვიღას აინტერესებს საერთოდ, ამბავი, აი რაღაც თორი არა. ხო, ეგ არის, ხო, ალბათ ეგ არის მიზეზი. და ამიტომ, აი, იმიტომაც სულ ამბობთ ხოლმე ჩვენ ვიცი, აი რეჟისორებს სერიალი არ უყვართ. იმიტომ რომ იქ არ ჩანს შენი სარეჟისორო შესაძლებლობები.
სამაგერ სცენარისტებს გვიყვარს, იმიტომ რომ ჩვენ გლანძღავენ, ჩვენ გვაქებენ, აბა გახსოვს როგორ ლანძღავდნენ Game of Thrones-ზე მარტინს, შონდა რაიმს, სულ სცენარისტის პროდუქტია. მსახიობს თეატრი უყვარს, ვერავინ დაამონტაჟებს, ვერავინ დაჭრის, ვერავინ მასიზავს, რა ქვია, ასჯერ არ გაამეორებინებს. მაგრამ აგერ ბოლოს ვეფხისტყაოსნის დადგმაზე კი ისე ტრიალებდა, გეგო რომ ნახი მქონდა მე მაგალითად ეს. ხო, მაგრამ აი რეჟისორისთვის რა იცი, ყველა კადრი რომელსაც გააჩერებ, უნდა იყოს რეჟისორი, ჩემი აზრით, კინო არის ატმოსფერო. ამ ატმოსფეროს ოპერატორი და რეჟისორი ქმნიან ერთად და იქ ტექსტი არის მხოლოდ დახმარება. მაგრამ ამბავიც არა, ამბავი კი, მაგრამ მე ვამბობ აი დიალოგი და ეხა ბერგმანი თუ არ ხარ, არა აქვს ტექსტს ეგეთი მნიშვნელობა. ეკრანიზაციები თუ ზოგადად. ესეთი რაღაც სტერეოტიპით არ უყურებ, რომ არ მიყვარს, იმიტომ რომ მაგდროულად ბერჯესის ეკრანიზაცია მიყვარს ძალიან მიყვარს კოენების გადაღებული No Country for Old Men ასევე ეკრანიზაცია. კიდე რა არის ეკრანი? ბევრია, კარგია. ოღონდ იცი უნდა მისცემ წერალი თუ ხარ და მოესწარი შენ სიცოცხლეში თქვა რაღაც გადაგ. მიეცი იმ კაცს იმ ქალს თუ ვინც იღებს საშუალება თვითონ როგორც უნდა ისე გაიგოს ისე. ნუ აზიხარ ამ ტექსტს. აი ვიღაცამ Google-ის ბუდეს გადაუფრენ ახსენე და ვიცით რამბებიც მოყვა. ის გაბრაზდა კენკიზის ვიცით რამბებიც, მაგრამ ტექსტი გაუშვი. ეხა ჩემი მსახიობები და რეჟისორები თუ უყურებენ იტყვიან რომ აი შენ როგორ თხუბობდი თუ ტექსტს ვლიდნენ, მაგრამ სერიალში აქვს მნიშვნელობა ტექსტს რა რეალურად ხო სერიალში რა ხდება, ანუ შეიძლება უსმინო, არც უყურო და ესე იარო ოთახში, შენი საქმე აკეთო და სერიალი ჩართული იყოს და კინოს ეგრე ვინც უყურებს, იმან კინოს ყურება არ იცის. აი ზუსტად მაგიდო გამოვიდა ჩემი აზრით მარტოობის 100 წელი. ნორმალური, როგორც სერიალი, აი კინო ვერ აიტანდა მას. ერთმა ძალიან პრეტენზიულმა ჩემმა მეგობარმა მითხრა რომ კარგიაო. ტყუილად დააკენსელეო. მეც მომეწონა, ანუ არ ველოდი. მე ვერ ჩემთვისაც ძალიან მოეწონა და მე რაღაცა ბიჭო მე ვერ წამიო. მე იცი როგორ უყურე და ეს რეჟისორს ქვია, აღარ მახსოვს ამ სერიალის რეჟისორი, მაგრამ შუაში მახსოვს ქვია გარსია რაღაცა რა. ანუ ეთყობა რომ 70-იანებში დაბადებული ალბათ მშობლები აღმერთებდნენ მარკეს, ესეც მთელი ბავშვობა აი ამ იმით გაიზარდა რომ მარკესის ფანია. ხო, ბეშკია, მაგრამ ნუ ნუ ხო, მაგრამ არის ეხა ეგ შუა სახელად რა. კაი, კონდეს. ანუ ხო, მე ეგ ლოგიკა ავაგე, იმიტომ რომ აღმერთებს, ანუ არ ცდილობს რომ საიდმე სხვაგან წავი და უბრალოდ რომ მარტოობის 100 წელი გიყვარს და რაღაცა ვიზუალიზაცია სერიალმა აიტანა. კაცი რამდენი ხანი იძახდა, არ გადაიღოთ, ჩემია დაწერილი ხელი არ ახლოთ რაღაც მე ხო, კინოს ვერ გადაიღებენ. თამამავლობამ დედა უტირა, ბოლო ნაწერიც გამოუქვეყნეს. ესეც მე ფული რო. ფულები. მაგრამ იცი რა არის? როცა ხარ მარკესი თუ კენკიზი თუ ვინც იქნება, უნდა შეეგუო რომ ყველას იხარ რა. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. არ მინდა ცელინჯერი და ეხა დააჯდე ყველაფერს და ეს არ გამოგვეყნეს. არ შეიძლება ეგრე. არ შეიძლება. ნუ შეიძლება გინდოდეს რომ ეხა ფორმანივით ხულიგანმა არ გადაიღოს რომ ეს ყველაფერი. რეგ-ტაიმზე არ მქონდა, რეგ-ტაიმზეც ფორმანი გული და გენიალური კინოა და ეხლა. კინო ცალკე გენიალური და ტექსტი ძალიან კარგი, უბრალოდ იქ ინდიელია. პირველ პირში ყვება ამ ამბავს და სისტემური იმაზე აი ამ ფსიქიკური დაავადებების მიმართ დამოკიდებულებაზე, ქრონიკულსა და მწვავეს შორის და განსხვავებაზე იქ სულ სხვა თემები არა. ეხლა ფორმანმა რასაც არ უნდა მოკიდოს ხელი, რა როგორ აკეთებდა, ალბათ ყველა ფილმი რომ მიყვარს, ეგეთ რეჟისორია და ჩეხური ფილმები მიყვარს კიდე ძალიან. გენიალურია. ძალიან შავი მაგარია ეს. პეტრე და მეხანძრების მასკარა. ძალიან კარგია. გააქციეს ფაქტიურად მე იქნა წავიდა და მე ამერიკელებს უშიდან ეროს გენიალური. მაგრამ ამერიკას ხო სულ ევროპელებს როგორ უყვართ ხო იცი ამერიკის კრიტიკა ეხა მაგელი. იმიტომ რომ ევროპული კინო არის სულიერება, მაგრამ ფორმანის ფილმები ის ძველიც მერე დაფასდა, როცა ფორმანი გავიგეთ, თორე მე რა ვიცი, ხა ჩეხეთში შეიძლება სხვაც არის ფორმანი, მაგრამ ჩემამდე არ მოდის. ჩემამდე მოვიდა სოფლიო მის გავლით. როგორ კანიდან გააქციეს, ხო? ხა რო იხსენებ. ფორმანი საფრანგეთიდან სხვა დააჯილდოვეთ კონი მაგაზე გაბრაზდა თუ რა.
ამერიკაში ხო, ეგ გაიქცა, ისე გაიქცა რა. ამ იმაზეც ისე ბრაზდებიან ხოლმე პრიზებზე, ისეთ საყვარლები არიან, ეს გენიოსი, როელოდები, რომ აი ისეთია რა. მე მქონდა, აი თუ ვინმეს ვარომანტიზებდი ბაბულიკებს კი რა, აი ამ რო რეჟისორები არიან, აი ხო იცი მარტო რაღაც მაღალ სიხშირეებზე რომ მოქმედებ და მე შეიძლება იმაზე გაბრაზ და იმას არ ელაპარაკებოდა. ბერგმანის ის რო წავიკითხე ავტობიოგრაფია, ესე იგი წუწუნი, სულ მოთქმა რაღაცა ის იეჭვიან და იმაზე გაბრაზ იმას ჩაუშვა, იმას ეჭხუბა. ძალიან ძიმე ხალხია. ძიმე ხალხია. მე წაკითხული მაქვს, დაფასება თითქოს ახლა ისეთი ფილმებს იღებდა საერთოდ არ უნდა ქონოდა ეგ, მაგრამ ანტონიონის როცა თავიდან არაფასებდნენ, მეც გიждები, ჩემი საყვარელი რეჟისორია. თავიდან ლავენტურაზე და იმაზე, აი იჯდაო და უფიშო ანგრევდა ყველაფერსო, მეტი რაღაც უნდათო, რატო არ მაქვს დაფასება უნდოდა. მას ჭირდებოდა ეს ვენეციის მოგება. ჩემს საყვარელ თემასთან მივედით ახლა რაც მე მეხმარება წერაში, ანუ ადამიანზე უნდა აღიარო რა ეს ანთროპოლოგიური და ჩვენი ბიოლოგიური საწყისები უნდა აღიარო, რომ ხო ისიც ადამიანია და უნდა ეს თვით ვალიდაცია შენგან უნდა ახლა ხო შენ მაინც კაი ტიპი ხარ, რაში გჭირდება? არა, ამის დასტური რომ კაი ტიპი ხარ, შენს თუ გჭირდება ვიღაცის. როგორც არ უნდა დარწმუნებული იყო რომ კარგ რაღაცას აკეთებ. შენთვის პატივსაცემი ადამიანებისგან თუ ფესტივალისგან თუ იმისგან გინდა ეს რომ კი ჩვენც ესე ვფიქრობთ მით უმეტეს შენ ქვეყანაში ხო და ეხლა მე პატარა გოგო რო ვიყავი მეგონა რომ ეს ყველაფერზე მაღლა დგანან და აუ როგორ შეიძლება არა საერთოდ არ არის რეჟისორს რო უთხრა ეხლა მე ამ შემთხვევაში ვისაც ვიცნობ ქართველებს რომ რამე არ მოგწონს ძალიან მით უმეტეს ეხლა მე კინომცოდნე ვარ და როგორ ფრთხილად უნდა შეარჩიო სიტყვები, იმიტომ რომ ძალიან და იცი რა მაინტერესებდა მე კითხავ ეხლა. აი თქვა დაპატიჟა φιλმზე. როგორ უნდა გახვიც? აი და არ გინდა რომ შეაქო. ვერ ვიტან მაგ მომენტს. ყველაზე და უნდა გაიპარო თუ აი მაგ დროს რა უნდა. საშინელებაა. ცდილობ მაგას. საშინელება. ზოგჯერ არის გეტყვი პასუხი, ზოგჯერ არის ეს რომ ხა კინოდან რომ გამოდიხარ ეგრევე საერთოდ არაფერი არ გქონდეს სათქმელი და ეგ უნდა უთხრა ხო აი გასააზრებელი ხო ფიქრი ხო ნუ რო მართლა ჭირდება სიტყვები ეხა რეცენზიასაც ვერ დაწერ ეგრევე კინოდან გამოსვლან იქვე რო წერენ მაგას აკეთებენ რაღაცა ფესტივალებზე მაგრამ მე მაგის ამჯერ ლეპტოპში ეგრევე უყურე და ამას გააზრება ჭირდება და ფიქრი უნდა მე ჭამა და სექსი რო გავიდე ეხა ნუ კინომცოდნებს ხარ მოეწონა ზოგს და უმეტესობას მაგრამ ერთი ქალი ხა სახელმწიფოს არ ვიტყვი იმიტომ რომ არ ველაპარაკები. ოღონდ მაგიტო არა, თქვა რომ აი ეს რაღაცა კლაუსტროფობია ამ შოვკაში ეს დებილობა ღმერთო რამ გადაგაღებინა და იცი როგორ გავმხიარდი, იმიტომ რომ ესე პირდაპირ ხო არ ვარ ჩვენ შეჩვეული რომ ვიღაცა ესე გეუბნება და გამეცი, ანუ რეაქცია რა მქონა, იცი რომ გამეცინა. შევღონდიო რა, ეს რა უბედურება. გეტყვი მე. საინტერესოა. კაურისმია კი ახსენე, რა მგონია ყველა არ იხსენებია და მაგაზე ფიქრობ, რამდენჯერმე მინდოდა რომ რეპლიკა გამეკეთებინა, მაგრამ ეხა ვიტყვი. ახსენე კაურისმიაკი და თქვი რომ აი თუ დღეს გადავიღო კაურისმიაკისავით ზღაპარი მინდაო რაღაცა კეთილი ზღაპარი, მაგრამ ასევე კაურისმიაკის სათქმელი ისევე გროტესკულად არის მოყოლი ნებისმიერ შემთხვევაში ეს კეთილი ზღაპრებიცო და მეც ფიქრობ რომ ყველა არ გიხსენებია ხო კაურისმიაკი, რომ შენც გაქვს ეს შინაგან და თუ არა რომ მოსახსენების გარეშეა ეგ სიკეთე ჰავრი ეხა ხო ირონია არის და თვითონ როგორც იქცევა ხოლმე ჯერა ეხა ეს შენც ასე უყურებ ამბებს ჩემი აზრით ასეა და ასეთაც არ ვიცი რამდენად ხელს მიშლის თუ მიწყობს მაგრამ მე საერთოდ ირონიის პრიზმაში მაქვს მთელი ჩემი ცხოვრება საკუთარი თავიც ყველა და ვინც ამაზე არ ბრაზდება მე იმათან ვახერხებს სრულფასოვან კომუნიკაციას და ეს მე სამეთყველო ენაშიც ანუ ამ შემთხვევაში გულისხმობს სცენარის წერაშიც თუ კინოს გადაღებაშიც გეტყობა და მე არ მახსენდება არც ერთი კარგი ანტონიონი რა არ არის ირონიული არ მახსენდება არც ერთი კარგი ტექსტი თუ ფილმი სადაც ეს ირონიის აი ძალიან სერიოზულად უდგები ის უფრო სასაცილო გამოდის როგორც ამბობ დაკუტაგავა მოიქეცი აი როგორც ცხოვრებას როგორც ასანთის კოლოფს რა ძალიან სერიოზულად მივუდგები და ნუ ძალიან არასერიოზულად და კაურისმიაკი თვითონ ამ საქმეს თავისა სერიოზულად უდგება მაგრამ სათქმელი თუნდაც ამ სიკეთეზე სიყვარულზეც ახლა ბოლო ფილმი ვნახე და ჩემთვის სიყვარულზეა მაგრამ თან ამხელა ირონია ეს რაღაც ხაღალზე დაწერი და უარ ანუ აი ძალიან სასაცილოა და სასაცილო ხო არის მაგრამ ჩვენ რატომღაც ეგეც არასწორად გვასწავლის რომ რაც სასაცილოა თან არ შეიძლება იყოს საყვარელი და ფასეული და ღირებული
ანუ დაცინვა არ გულისხმობს იმას, რომ რაღაც არ გიყვარს. არა და ჩვენ კლდიაშვილის ქვეყანაში ვცხოვრობ და ილია ჭავჭავაძე როგორ შეიძლება გვეგონოს, რომ რაღაცას თუ დასცინი, ესე იგი სიყვარულის არ გჯერა, ან არ გიყვარს ის, ვისაც დასცინი. გააჩნია ამას როგორ აკეთებ, რა, იმიტომ რომ ეს კიდე რომ დასცინო ვიღაცას, იმიტომ რომ თვით შეფასება ამით აიმაღლო, ეგ არის ცუდი და ეგ არ უნდა გააკეთო და ეხლა კარგი რეჟისორები მაგას არ აკეთებენ. თუმცა გამოკვეთილი ირონიაც მიყვარს, აი ესე ტარანტინოსეული ირონიაც მიყვარს, როცა აი აშკარად არის ესე ლანგარზე მორთმეული და ესეთ ფარულიც რა. ანუ ანტონიონისაც ირონია აქვს, ეხლა რომ ნუ აი ეს რაღაცა მოწყენ ესეთი გამოკვეთილი ანტონიონის ეგ არ გაგახსენდება რომ ირონიული, მაგრამ ზოგადად მგონია რომ ეს დამოკიდებულება მისი ამ მოწყენილობის და ინდუსტრიული სამყაროს მიმართ და აი ამ ახალი ფეტიშების მიმართ არის ირონიული. იტალიურ კინოში თუ არ თუნდა აი გამიშტობა ფელინი თუ ვისკონტი. ვისკონტი. ჩემთვისაც. იცი აწი მე რაღაც ასაკში ფელინის ვაფეტიშებდი და ეხაც გონია რომ მაგრამ ხო ვისკონტის მირჩევნია, ანტონიონის მირჩევნია იტალიელებიდან. აი სიკვდილი ვენეციაში მაგალითად რადგან ვისკონტი ვახსენე. ტექსტზე რას ფიქრობდა ფილმზე? ხო. ორივე შედევრი არ არის? კი. აჰა. არა, შედევრი. აბატონო. ხო, სხვათა შორის ცოტა არის ეგეთი. კი. ხო, ეგრე დეკამერონი მეც ნაკლებად მიყვარს. გამოიცნო რის თქმას ვაპირებდი ბოლოში. ეგრე ისიც აქვს პაზოლინის ახლა ამასე ვუყურე 1-3 დღის წინ მედიას თავიდან მაგარი გაკეთებულია. თითქოს არ მიყვარდა და აი რომ ჩავთე. აი პაზოლინისთან ყველაზე ნაკლები ქიმიური ის მაქვს. ადრინდელზეც არა, იმ აკატონეზე და ადრინდელები უფრო მიყვარს. აკატონე კი, მაგრამ აი მედეა და ნუ ეს ანტიკური ოდისეა, ოიდიპოსი. მაგრამ რომ ჩავრთე, გადავრთე მე ნანახი მაქვს, იმიტომ რომ როგორც კინოს, ყველა თავმოყარე კინოს მოყვარულს უნდა კონდეს ეს ნანახი. მე თან ახლა რაღაც გოგის გადაცემა იყო, ჩემთვის ერთადერთი ფანჯარა ცივილიზებულ სამყაროში და სხვა ჩემ ცხოვრებაში არაფერი საინტერესო არ ხდებოდა და ამიტომ რა თქმა უნდა, ბევრი რაღაც ნანახი მაქვს, მაგრამ ხო არის რომ აფასებ, ესე ვარ ბერტოლუჩიზეც. ვიცი რატოა კარგი, ჩემი გასალანძღი არაფერი ჭირს, არც ჩემი დასაწუნებელი, არც არავისი, მაგრამ მე ხა მეორე თუ რამეს უნდა ვუყურო, ისევ ანტონიონის ვუყურებ, ვიდრე და ბევრისთვის ბერტოლუჩი იქნება ალბათ. ანუ საყურებლად. ეს არის რაღაც ენერგეტიკულ დონეზე. კი, მეც ანტონიონი ვარ. ჩემი ენერგეტიკას ანტონიონისკენ არის მიმართული ბოლომდე. მე შევდივარ ბოლომდე. ხო, ერთი მეორეზე უკეთესია ყველა რა. რა თქმა უნდა და მაგრამ ვისკონტი თავისი ამ როკოთი და იმითი ხო აი არ ვიცი რა. ვისკონტი ძალიან მაღლა. როკო და მისი ძმები ალბათ თუ რამე ფილმი ერთი უნდა დატოვო. ხო, ეგა ხო ჩემთვისაც ეგ არის. ყველაფერია ღმერთების დაღუპვას შედევრია. არა მე აი როკო განსაკუთრებით მიყვარს. ძალიან ბევრი კარგი. რა ვიცი მე ის ლეოპარდის ეგ ნახატი კინო ეგეთი ნახატი ფილმი საერთოდ არ მინახავს. დიდი იყო და მასშტაბური. თუ რაღაც ასაკობრივია ფილმი სიყვარული. ბოლოში რო ცრემლი უნდა წარმოგივიდეს გზაზე და კაბირიას ღამეებზე. ამარკორდი. არა ფანტასტიკაა, მაგრამ ხო გეუბნები ასაკთან ერთად ის მიქნა. კეთი შენი აზრით დღეს თანამედროვე მსოფლიო კინოში არის თუ არა ხვადარებ თქვა 60-იანებს, 70-იანებს რატო არის კარგი არის თუ არა პირველ რიგში ეს კარგი ფილმების მხატვრული ღირებულების დეფიციტი ამ ფილმებში და რამ გამოიწვია ჩვენი სამყარო თანამედროვეში თქვათ აღარ არის იმდენი კინო ამბავი რამდენიც ადრე იყო თუ ნიჭი დაგვაკლდა თუ აი რის გამოა რომ დღეს თქვათ მე მაგალითად რამდენიმე ფილმს ჩამოვთვლი რომელიც აი 2000-დან 2025-მდე შემიძლია გავიხსენო და თქვა რომ კარგია, მაგრამ აი ეს რაღაცა, აი როგორც იყო თქვა ხაზები 60-იანების იტალია, იქ რაღაც ნეორეალიზმი მანამდე, ესეთი რაღაცა მიმართულებ ტალღები აღარ არსებობს, აი ტალღები აღარ არის. დოგმა იყო. ნუ აი რუმინული ახალი ტალღა, ეგეც. რუმინული იყო. ნუ მაგრამ ეხლა ვერ შევადარებ ვერც ფრანგულ ახალ ტალღას, კი. ეს მუნგიუ და ისინი მაგარი იყო. რატო იცი რა შეიძლება დრო ჭირდება გასვლა რომ შემდეგ გადავხო მე მგონი რომ ნიჭიერების პრობლემა საერთოდ არ დგას რომ აი ადრე ეგეთი რამე კაცობრიობის ისტორიაში რაც ვარსებობთ ფეხზე რაც დავდექით და რომ აი რაღაც დროს უფრო ნიჭიერები ვიყავით ან არ არსებობს თუ ვართ და არც პროგრესილები რაღაცები გავიგეთ უბრალოდ სამყაროზე მეტი და არ მგონია რომ ნაკლებად ნიჭიერია მაგალითად ჩვენი სანდრო კობერიძე ვიდრე თქვა ოთარ იოსელიანი იყო უბრალოდ მე მგონი რომ დრო და სივრცე ისე დაგეგმო როგორც ადრე იყო
ამის საშუალება აღარ არის. ტექნოლოგიურმა განვითარებამ როგორი რაღაც მოხდეს. ხო, ამდენი. იმიტომ რომ აი ადრე რა დროც ქონდა რეჟისორს, ო ფილმი გადაიღო, ეხა პროდიუსერი მაგის საშუალებას აღარ აძლევს და პლუს რა შემოვიდა. აი მაგალითად როცა ჭამ ბევრ შაქარს, ტკბილს. სხვა დანარჩენ, აი ცოტა რთულ გემოებს ვეღარ გრძნობ. და ჩვენ თვალს იმდენი სანახაობაა გარშემო. ყველანაირი ვილსის იმს ეხა შენ წარმოიდგინე რომ ხარ რაღაცნაირად უბიწო ყველა იმით ანუ წინ სურათები არ გაქვს რა ისეთი როგორიც და უცებ მე შედიხარ და ანტონიონის ფილმს უყურებ ან ლეოპარდი ვახსენებ ვისკონტის უყურებ და უკვე შენთვის ეს ესთეტიკური სამყარო სრულად ივსება ეხლა ეს შენი არეალი ვიზუალური იმდენად შევსებულია რომ რა უნდა ჯერ ერთი დოკუმენტურ ლაივში უყურებ ვიღაცას თავი მოაჭრეს ვიღაცა უცებ იქვე გააუპატიურეს დახვრეტის წინ სლავა უკრაინი დაიყვირა ან ყველაფერს უყურებ რეალურ დროში ისეთ ამბებს რომ კინოს რო მოენატრება რომ აიღოს ეგ ამბად რა ისეთ რაღაცებს უყურებ შეიძლება ტელეფონი ამოიღო ქუჩაში აი კიდევ ერთხელ გავიმეორებ კოტე რაღაც სცენას მიყვებოდა მოსვლის დროს რომელიც ნახა რა ქართველი კაცები როგორ უყურებდნენ რუსების გრილს და ეხა ეგ ადრე უნდა მოგეფიქრებინა გადაგეღო მიზანსცენა დაგედგა და ფიქცია შეგეთავაზებინა რეალობის აღსაქმელად და ეხლა ამ რეალობას რო არ ჯობო კინოთი ვიზუალური ეფექტით ხო ძალიან რთულია მაგრამ მე მომწონს ამ ბოლო დროს რასაც იღებენ შეიძლება იმ რაოდენობით არა და მე თან ხო ჩვენ ხო წარსული უფრო მოგწონს ვიდრე ეგ რატო ხდება იმიტომ რომ არასდროს აღარ გამეორდება რარიტეტულია რა იცი რომ მოკვდა ვისკონტი და ანტონიონი მაგას ვეღარ ნახავ და ეს აქ შენ არაცნობიერს დამახსოვრებული ხარ რაღაც რარიტეტულს უყურებ და აგერ ეს რეჟისორი რომელიც გადასარევი ქართველი რეჟისორია შეიძლება იმასთან ერთად წახვიდე და დალიო მაგალითად ან დრო ჭირდება დრო უნდა გავიდეს და მე ეს ღვინოსავი და კონიაკივით კიდე დაძველდეს რა და ფასი დაედოს იმიტომ რომ ეხლა მაგალითად ძველ ქართულ ტექსტებს რო კითხულობ აი ჯავახიშვილი ყოველ წელს რაც რო გადის უფრო მაგარია და ფასი ედება თორე მე არ ვთვლი რომ კინო დაიღუპება უბრალოდ შეიძლება კინოს აღარ მისცენ იმდენი ფული აღარ გაიმეტონ და ეს ფული წაიღოს პროდაქშენმა ამ სკროლვაზე გადაწყობილმა ტვინმა მაგრამ არ დაგავიწოს რომ სუწუწუნი იყო მთელი ტექნოლოგიური რევოლუციის მე რომ ხან კინოსი ეშინოთ ხან რადიოსი ხან MTV-ს ხან ტელევიზიის ხან ციგნის თეატრის გადარჩა კინოს გადარჩა კინო უნდა გადაარჩინოს იცი ვინ აი ვიჟენერებმა ვისაც ფული აქვს და კარგი საქმის გაკეთება უნდა უბრალოდ იმიტომ რომ ადამიანებმა ესთეტიკური სიამოვნების საშუალება დაიტოვონ არ უნდა ელოდო რომ ისევ მოგიტანს აღარ მოიტანს კინო 1000 ტრილიონს თუ რაღაც აი სადრე ვერ მოქონდა დიდად მომგებიანი სფერო და ძალიან ძვირიჯდება ხო მაგრამ ხო იყო აი რაღაც იმას ქონდა ამერიკულ ფილმებს ბოქს შენ არ აღიარებ საერთოდ მაგათ არა როგორ არ ვაღიარებ რო არსებობენ მე მიყვარს ხო ჩვენს ამერიკული ფილმები ჩემი ერთ-ერთი საყვარელი რეჟისორი ბილი უაილდერია და ბილი უაილდერი მე ამერიკული კინო მეც ერთმნიშვნელოვნად მიყვარს ჩემი ბოლო ერთ-ერთი ყველა საყვარელი ფილმი არ დავმალავ ბილი უაილდერი თანამედროვეობის არის კი გერმანიდან გაქცეულია მართალია ეგრე მთელი ამერიკას აიდო მაგ პერიოდის კი რომელი ამერიკელი ხო ირლანდიელები და იმით აღავსებ ბილი უაილდერი მე მაგრად მიყვარს 60-იანი წლების ამერიკული კინო მოკლედ ხო 70-იანი მოკლედ ხო ეხა ბოლო პერიოდის ნაკლებად მიყვარს სხვათა შორის. მე ჯონ ფორდი მიყვარს ძალიან. თუმცა ნუ ეხ კოენებს და იმებს არ გულისხმობ. ძალიან უყვარს. სპილბერგი და ზუსტად ეგ მაგას ჩემი ერთ-ერთი ყველაზე. აი ზუსტად ეგ არის. ფაბელმანები ხო არის ჩემთვის ალბათ ყველა ერთ-ერთი შორის ჯონ ფორდს ის არ თამაშობს, დენჩი თამაშობს. რასაც ხარ კაცის დედამის მაინც ჩაუშო ფილმით. მაგრამ ჩვენი ხათრით ხო უნდა გააკეთოს. ნუ აი ხო რადაც შემიძლია რომ აი კინოა რა და აი დამამახსოვრდა. და ასევე მგონია რომ აი ტარანტინოს უყვარს კინო რაღაცა გიჟი. რა თქმა უნდა ტარანტინო მგონია რა ფაქტია, მაგრამ აი კიდე რაღაც ხვანაირი ფეტიში აქვს და ეგეთი. ხო მე არ ვიცი, აი უცებ რო გამოაცხადონ, მართლა გულწრფელად თუ ამბობ, ხვალიდან რო გამოაცხადონ, რომ კინო აღარ იქნება დამთავრდა. ეს ჟან მე შეიძლება ვერ გადავიტანო, იმიტომ რომ ჩემთვის ეს არის ემოციური რაღაც შეყუჟვისა და
გადარჩენის ერთადერთი წიგნები ძალიან მიყვარს, მაგრამ უფრო კითხულობ იმისთვის, რომ ჩემი გონება გავარჯიშდეს წერისთვის, ასე შემდეგ ბავშვობაში. აი კინო დღესაც შემილია. არავინ არ მომყვებოდა, მარტო მივდიოდი და ვუყურებდი. აი ვუდი ალენის კაიროს მეწამულვარდში რო ხვეცე. ხოლო მაგრამ ეხა დამეწყო ძალიან, მე მგონი ასაკის ბრალია, უკვე ნენერა რაღაცები მავიწყდება, რაც ახალი ნანახი მაქვს. ძველები უფრო მეც ეგრევა, არა, ეგ ჩვეულებრივი ის არის. მეც ეგრევა. არ ვინერვიულო ანუ. არა, არ არის არანაირად სანერვიულო, იმიტომ რომ აი ხო დღეს რაღაც ის ჭირდება რა. დეკადებითაც ვერ რაღაც თამაშობს თამაშობთ ხო ქვიზებს და 2010-იანი ფილმები რა 2000 მაგრამ 60-70-იანი ყველა მახსოვს და წლები თუ შემიძლია ჩამოვიდო რომელიც 2010-20 არ მე არ მახსოვს ყოველ შემთხვევაში და ამიტომ მეც მაგ ჩარჩენილი ხარ რა მოკლედ რიგებში ვარ ნუ ხო ესე ზუსტად 2000 ეხა დავფიქრდი და ზუსტად 2000 წელს გადაღებულ ფილმს ვერც ვერ ნუ 2000-დან 2010 კაი ერთი ინგლორიუს დეკადა ბასტარდი როდის არის 9 აი იმასაც ის ეგეთი რაღაცები მაგას უნდა კითხო ერთი წლით შეძლო ნელა შეგვიძლია გადავიდეთ ეხლა უყურებ საერთოდ 13 წუთი გადავიდეთ ბლიცზე თუ რამე არ გაქვს კიდე შენ ეგრე შალაპარაკო ქართულ კინოზე რა სიტყვი მოდი ესე ქართული კინო რა დღეში ჩააგდეს იმის ფონზე არის ძალიან იმედის მომცემი. ყავს ახალგაზრდა ძალიან კარგი რეჟისორები, ძალიან გულშემატკივრები, ყავს ძალიან კარგი ქალი რეჟისორები, რომლებმაც გადაიღეს კარგი ფილმები. ან ვერ იტყვი ხარ, რომ აუ ქართული კინო, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა როგორც დღეს არის ყველაფერი. მაშინ ქართულ კინო შეექმნება ძალიან დიდი პრობლემა, იმიტომ რომ ნიჭიერი ხალხი, რომელსაც რაღაცის გადაღება შეუძლია, გაკეთება შეუძლია, კინო უყვარს და ეს ქვეყანა უყვარს, არ არის მისაღები დღევანდელი კინო. აი მოდი, მაშინ ესეთ კითხვას დაგისვავ თეორიულს. რაზეც თქვათ კამათობთ ამ სივრცეში, იმიტომ რომ ესეთი მდგომარეობაში აღმოჩნდით, ხო, გამოუვალში. უნდა დათანხმდეს თუ არა, როგორც თქვათ, კომუნისტების დროს, რაღაც დროს მოხდა ის უბედურება, ხო? და ხალხი, ანუ დაიპყრო საქართველოს რუსეთმა, მერე რაღაცა ხანი გავიდა და ნუ ჩაჯდა ხალხი იმ რიტმში, რაც მერე შემოთავაზა ამ საზღარმა სახელმწიფომ. ანუ და დაიწყეს გადაღებაც, ფილმების კეთებაც, წიგნების წერაც, ასე შემდეგ. მოკლედ რომ რეზუმირება გავუკეთო, ჩვენ უნდა წავიდეთ თუ არა როდისმე კომპრომისზე და გადავიდეთ ეზოპეს ენაზე მაგალითად. ცოტა მაგხრივ სიტუაცია შეცვლილია. ჯერსე თუ ეს მოხდა ღმერთმა დაგვიფაროს და ამას მოვესწარით მაინც, ხო? და შანსები დიდია. შეიძლება ღმერთმა ვერ მოიცალოს ჩვენს დასაფარად. იმიტომ რომ ამის შანსი ძალიან დიდია, თუმცა ასეთივე დიდი შანსი რომ ეს არ გამოუვიდეთ, ისევ იმ ხალხის იმედი. აი, ემიტომ ამბობ 50-40. არის ეგრეა, ყველა ეგრეა. მაგრამ იქ მე არავინ არ კითხავს შენ თანახმა ხარ თუ არა, ან დაგავალებენ რომ უნდა გააკეთო, თუ ესეთი ტერორი დაბრუნდა, არავინ არ შეკითხება, ხეთ გინდა ჩვენთან თანამშრომლობა თუ არა, ან უნდა წახვიდეს საერთოდ, ან გამარგალდეს სამი გზა. კომპრომისი და მე გადავიღებ შედევრს ეს შესაძლებელი არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვთქვათ კიდევ შიგნით რაღაცით ლავირების საშუალებაა და ეს საბჭოთა კავშირის იხსენებ ალბათ, მაგრამ საბჭოთა კავშირთან თვითონ საქართველო ლავირებდა მოსკოვთან და მე რაღაც თავის ხალხი ყავდა გაბლატალებული და აქ როცა შენივე აქაური დიქტატორი დაგისვავს ცენზორს, იმაშენ ვერ ეზოპეს ენას ვერ შეაპარებ. თან ესენი არიან ბევრად უგემოვნოები. არავნაირი მათი, ვთქვათ, იქ ხო იგივე ბერიას მაგალითად, ხო? უნდოდა აფხაზეთში იმის გაკეთება, გადასაღები მოედნის და რაღაც ჰოლივუდურ და რაღაცეები უნდოდა საქართველოსკენ გადმოეკაჩა და აქ არის ჯიბისკენ გადაკაჩვა, ხო? და პროპაგანდასაც ისეთ რუსულს, ისეთ აკოპირებენ, მე ძალიან უზივარ ამ რუსულ იმას, იმიტომ რომ ვიცოდე რა შევემზადო რა გველადება და ისეთი უგემოვნოა, ისეთი რა ეზოპეა, ეხა
თუ მაგალითად ვიცი რომ შეიძლება ზვიაგინცევი მომიყვანო რომ აი მაგალითად კულტურის სამინისტრო და ფული აიღო და ძალიან მაგარი ფილმი გადაიღო, მაგრამ ეს იყო ცოტა უფრო ვეგეტარიანული პერიოდი, რომელიც ჩვენც გქონდა. ეხლა მე 2015-ში კინოცენტრმა ჟიურიში დამიწახა. ეხლა შენობასთან რო შევიარო, შეიძლება შენობასთან რო გავიარო. ანუ ეს დრო შეიცვალა. დამოკიდებულია იმაზე, ჩვენი არსებობა მათთვის რის ფასად იქნება. ანუ კინო დაჭირდება სრულად პროპაგანდისტული თუ მოდი ამათაც რო არის ჭუბონ და ხმა არ მოიღონ, ცოტა გადაუგდოთ რაღაცა. მოდი, აი მაგაზე ვერ გადაიღებ. მე გონია რომ არაფერი არ გაჯერს. სხვა დროა, სხვანაირად ლაგდებოდა მაშინ. მაგრამ თან არ გადააღებ ადამიანი რომელსაც მით უმეტეს რეჟისორი, ჩემთვის ძალიან საპატივსაცემო პროფესია არის რამდენიმე პროფესია, რომელიც მათ შორის მოითხოვს ძალიან დიდი რაოდენობის ხალხის მართვას, დირიჟორი, რეჟისორი, მწვრთნელი, ანუ შენ კიდე სხვასაც შენი ენერგეტიკა უნდა გადასცე, მართო უამრავი ადამიანი, პროდიუსერიც ეს არის. და შენ ახლა როცა დათრგუნული, შეშინებული სიტყვები რო უნდა შეარჩიო, სიარო გაქვს, ეს არ თქვა, ის არ თქვა, ის არ თქვა, ამას არ და ის აი ძალიან გაგიჭირდება იგივე ეზოპეს ენით ლაპარაკი და გამოვა მე ну შეიძლება მაინც სადღაც 1-2 გამოჩნდეს, მაგრამ ეხლა რო იძახე საბჭოთა კავშირი რამდენიმე იყო მაგარი, 90% ხო იყო ხლამი რა და სამაგიეროდ როგორი იყო კოტე მიქაბერიძის დროს თქვა კინო, ხო? ანუ რა ჩაკლეს ეგეც ხო შეგვიძლია ვნახოთ 20-იან წლებში ქართული კინო როგორი შეიძლება და ყოფილიყო და რას დაემსგავსა და ეგეც რეალიზმის დროს უყურე რას იღებდა. და ჩვენი ქართველები მართლა არიან ნიჭიერები და რაღაც პროფესიებისადმი შემჩნეული მაქვს რომ მიდრეკილება აქვთ, ექიმობა, ფილმების გადაღება, მომღერლო, აი სიმღერა, ერთი საკაცი რომელიც სპორტსებსაც ჭირდება იქ და აი ფერბურთი აი ესეთი ხო გვაქვს კი აქაც გამონათება, მაგრამ კოლექტივში მე მგონი თუ არ გაიმარჯვა საღმა აზრმა შეიძლება საკუთარი თავი შეზიზღდეს მე ადამიანს. ალბათ ეს რო ვფიქრობ ახლა რას გადიოდნენ საბჭოთა კავშირში, ხა ჩვენ რაც ვიცით 60-70-იანი წლების და 80-იანი წლების კინო, ეს უკვე გადამწარებული ხალხის შვილები და შვილიშვილები არიან, რომლებიც უკვე გაჩნდნენ არათავისუფალ გარემოში. ყველაზე მეტად მეწოდება ის ხალხი აი 24 წლის აჯანყების მერე რომ მიხვდნენ რომ გაწირულები არიან სამუდამ. ხო, ეგრეა. მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ. ამას ოპტიმიზმით კი არ ვამბობ, უბრალოდ ნუ ფაქტია რომ ახლა არ გამოდის ამ ქვეყანაში. ახლა ერთმა ძალიან კარგმა ჩემო მეგობარმა ჭკვიანმა ესე დამაწყდა, რომ აი რატო არ იქ ხო გამოვიდა ბურუნდიში რაღაცებს ქვეყნებს უსახელები. ხო და ეგ გამოდის იქ, სადაც არასოდეს არ ყოფილა პერიოდი, როცა რაღაცნაირად თავს გრძნობდი, რეალიზებულად იღებდი, აკეთებდი, წერდი და ეს თუ ერთხელ გემო გასინჯე რომ იყავი თავისუფალი. და მათ შორის შემოქმედებითად. ამისთვის სანამ ცოცხალი ხარ, მაინც ეცდები რომ იქ დაბრუნდე, სადაც კარგად იყავი რა. არ შეეგუები ხა თავში უნდა წამოგარტყა, შეიძლება ესე ადვილად ვერ აიტანო, როგორც შეიძლება აიტანო ეს ბურუნდიში დიდი პატივისცემით ბურუნდის მიმართ, მაგრამ თუ არასოდეს ფეხსაცმელი არ გცმია, არც გჭირდება რა. ნახოთ იმედია. ამ ოპტიმისტურ ნოტაზე ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ ბლიცზე, რა. მართლა ოპტიმისტური ხომ ისეთი წარმოდგენები მაქვს ხოლმე ზოგჯერ. ერთი რამე რაც ვიცი, ერთსაც დავამატებ და გადავიდეთ ბლიცზე, რაც ვიცი, რომ თვითონ ცოტა უკვირთ რამდენი ხანი. რა არ მოიფიქრეს და მაინც რაღაცა არა ანომალიური არის ამაში. ჯარიმა ესა რაღაცა და არ გამოძდით ხო? ძალიან არათანმიმდევრულები არიან მაგაშიც დაჭაშიც. რაღაცა, იმიტომ რომ ჩვენ აი ეს ირონია გადაგვარჩენს. ხო, ირონია რა გროტესკი ახლა მაგას რო უყურებ გეცინება ხო, აბა რა იქნება ჩვენც, ეგ არის ჩვენი ქიმიური იარაღი. კარგი, გადავიდეთ ბლიცზე. კარგი, გადავიდეთ ბლიცზე. რომელი ფილმის გაგრძელებას ნახავდი? არ მინდა, ყველა ჩემი საყვარელი ფილმი კარგად თავდება. კარგად გულისხმობ? კარგად, ანუ სწორად. Happy end-ით არა რას ლაპარაკობ. ღია ფინალი თუნდაც, მაგრამ გონია რომ დროზე გაჩერება არის კარგი რეჟისორების საუკეთესო თვისება. დიახაც. კარგი, რომელი წიგნის ეკრანიზაციას ნახავდი? რომელიც არ არის. ხო, რომელიც არ არის გადაღებული. ან არის ვარგადა თავიდან ისე ძალიან კარგად თუ გააკეთებენ ჯადოსნურთას ნახავდი. აჰა. გადაღებული არის? შეიძლება არის, მაგრამ მე არ მინახავს. მიაძაკის With Rises თუ გინახავს? არა. გიტარის თაგონებული. ეგ შედამბობ ანიმაციას?
ანიმე. არ ვინახავს რომელი? მე. ჯადოსნური მთვარე. The Wind Rises არის ინგლისურად. ხარი ძლიერდება. ხარი მარტივი. ჩემმა სტუდენტმა მირჩია მამის ნახვა სხვათა შორის და ჯერ ვერ მოვაბიდა. რომელი ფილმის რიმეიქს ნახავდი? რიმეიკი ჩემო. Remakes. ჯაში მხოლოდ ქალიშვილები არიან. და მერლინ მონრო ვინ იქნებოდა თანამედროვე? მერლინ მონრო, კიმ კარდაშიანი. ჯეკ ლემონი. ბოდიში მერლინ მონროს სულთან არ რომელი მწერალი იქნებოდა კარგი რეჟისორი? რა მაგარი კითხვა. ეს გიორგის და აი რაღაც ვცდილობ ახლა ცოტა კინემატოგრაფიული რეჟისორი ესა მწერლები გავიხსენო. მე მაგ ჩემ პასუხებას. ჯერ თქვი აბა შენი. კორტასარს ფიქრობ. კორტასარი ხო? კი. ძალიან კინემატოგრაფიულია ჩემთვის. ლოსაც კინემატოგრაფიულია სხვათა შორის და კი. იყოს ლოსა? კიდევ ჯულიან ბარნსიც. რაღაცნაირად რო კითხულობ ხედავ. შეიძლება უელბეკიც კარგი რეჟისორი ყოფილიყო, არ ვიცი. ცოტა ისეთი კინოსი. უელბეკი ხო ცოცხალია. კი. ცოცხალი. ცოტა გასპარ ნოე გამახსენდა ახლა. უელბეკზე? გასპარ ნოე არ გიყვარს? მე არა. ბოლო ფილმები უფრო მე მომწონს. ეს აპოკალიფსი მომწონს. ჯიჟი კი არის იმაზე. მაგარი, მაგრამ. იქ რო აპოკალიფსი ქვია? ეგრე არ ქვია? იმაზე რა სანგრიას რო დალებენ? არა, კლიმაქსი ქვია. კლიმაქსი ხო, მეც კლიმაქსი ის ენთერზივოიდ არ მომწონს და ეს. ენთერზივოიდ არა. მე მგონი კლიმაქსი ძალიან რაღაც მომეწონა და ნივთიერებების მიღებით ხო, ესე არ მომწონს. არა, კლიმაქსი მომწონს. კლიმაქსი რაღაც კარგია. ცოტა ფილმი. აი ეგ მომეწონა, აი გამახსენდა და მაღლა ვიხე და იმიტომ რომ ზეთხედებია და იმით ვიხსენებდი სახელს. კაი, ჩემი ცოლის დაქალების რომელი პერსონაჟი შესახებ დაწერდი ფილმის სცენარს? აი, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება თუ კარგად ჩაუღრმავდები, კონცენტრირდები და საშუალებას მისცემ, რომ საკუთარი თავი გამოავლინოს და გაჩვენოს რამდენად საინტერესო, ყველაზე დრო უნდა დაუთმო და ნებისმიერ ადამიანზე გადაიღებ ფილმს. უბრალოდ ზოგიერთ ადამიანს არ ეძლევა საშუალება გაჩვენოს, რომ ღირს მასზე ფილმის გადაღება. ყველაში არსებობს რაღაცა, რასაც კინო ესე იმით კი არ ვამბობ, ხა კაცობრიობისადმი დიდი სიყვარულით, მაგრამ არსებობს კინო პატარა ადამიანზე რაღაც. შეიძლება არ აკეთებდეს რაღაც დიდ საქმეს, მაგრამ ისეთ პრობლემა ქონდეს იმ თავის პატარა ცხოვრებაში თუნდაც, აი, ხო, რა ვიცი. ან უკვე გეგონოს, რომ უკვე 75 წლის არის ან 80-ის და თავგადასავალი ვეღარ ექნება, მაგრამ შეიძლება მოიფიქრო. მაგას გამახსენდა ფილმის სათაურს ვერ გავიხსენებ, კუროსავას ფილმი არის გადაღებული აქ ერთ უბრალო ოფისში მუშაობს ბუღალტერია 47 წელი რომ მუშაობს ერთ ადგილას. და ბოლოს რაღაცა კუჭის სიმსივნით თუ რაღაცით გარდაიცვალა. ანუ აი ასეთ ადამიანს. ანუ სინოფსისის დონეზეც და ის ვიმენდერსმა არ გადაიღო იაპონიაში. აი ეგ არის კიდე ერთ-ერთი რომელზეც ვთქვი რომ შედევრია და დღევანდელ კინოში ესეთი მე არაფერი არ. ხო, იმის დამლაგებელს საპირფარეში. პროფესია შეიძლება ეხა არ გვაინტერესებს, მაგრამ ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ სიბერეში აი ესეთ ასაკში ეგეთ კი ისევ ბებრები იღებენ კარგ კინოს. მაგრამ მე ისეთი რაღაც ხო ფესტივალზე ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა. მე ვფიქრობდი, რაღაც ეგ რაღაცა იმედის ქარტმა ხო არ ამოჭრა. არა, მე რა ნახდათ ეგრე თქვა. საერთოდ არ ორიგინალი არ რაღაც მომისმენია. რადიკალური მიდგომა, რომ აი ესე რატო თქვა იმან ესე, იმიტომ რომ მილიონი მიზეზია, რის გამო შეიძლება ადამიანი რაღაცა, მაგრამ აი უკვე ვიმენდერსი რო ხარ, უკვე აი ესეთ რო ხარ, აი რა ვიცი, რას უზავდა. ეხა ეგროდ ვერ თქვას მაგალითად ეხა ვეაგინცევს რომ დაეტაკნენ, რატო პირდაპირ ბოროტი ჯუჯა არ ეძახა, იმიტომ რომ შეიძლება ეშინია რო ან მოწამულან, რა ვიცი, ხა იცის იმა პუტინი და ყველგან მიწუდებათან. და ეხა ვიმენდერსი რო ხარ და ის რა ქვია. არ ვიცი, ხო ეგ ფანი არდანი დებილი კიდე რა ვიცი, ხა რა ძალა გადგია რო რუსეთში. კონტექსტი არ ვიცი რასთან დაკავშირებით თქვა, არ ვიცი. კითხეს იმაზე. უკრაინაზე? არა, მე მგონი ირანის ამბებზე კითხეს. თუ აღარ კაროჩ რაღაც ისეთი კითხეს რა პოლიტიკურ ამბავს. აი ხედავ კითხვა არ გვახსოვს, მაგრამ პასუხი მაგრამ ხო, აი ეგ არის. რამეს კითხავდი? ხო, ასევე აბას კიაროსტამიძეს ნინია მეუნებოდა, რომ ანუ არ ვერევი პოლიტიკაში ყოფილი. აბას კიაროსტამის მესმის. კიაროსტამი გიბაზარნა, ხო, ირანში. მესმის როგორა, კი არ მომწონს, მაგრამ მიზეზი მეცა ვიმენდერსი რო ხარ, ვიმენდერსობაში ეგ ხიბლიც არის, რომ რასაც გინდა იმას იკითხე. კი, ნამდვილად გეთანხმები.
რომელი ქართველის შესახებ გამოვიდოდა კარგი სერიალი? სერიალი? ხო. ძალიან ბევრი ყავდა ესეთი. აი, კარგად რომ მიუდგე, დიდი ფინანსებით და რეკონსტრუქციის რო ქონდა, აი სტალინზეც, ბერიაზეც, ნებისმიერ ქართულ მწერალზე მაგათაც რომელიც დახვრიტეს აქამდე როგორ მივიდა, ოქმებს თუ გაგიხსნიან თუ ნახავ, ძალიან მაგარი ისტორია გვაქვს. ისე გიყვარს ისტორიული ფილმები და ისტორიული, აი ძველი არა, აი დავით აღმაშენებელზე. ნებისმიერ თუნდაც 20-იანი წლები და რა ვიცი. პირდაპირ ისტორია თუ არა, აი ესე ამადა ამ წელს ეს მე როგორ შეიყო, მაგრამ აი მისი ბიოგრაფიიდან რაღაც ერთი ნაწილი თუ ამოღებული, რომელიც პრობლემის არს მაჩვენებს, აი ეს ბაიოფიქებიც მაგსეთი მიყვარს, რომ ერთი რაღაც ამოიღე მთელი ბიოგრაფიიდან და ამ პრიზმიდან უკვე მე მთელ ბექგრაუნდს დავინახავ, რომ მიყვებიან დაიბადა და გაიზარდა მოსამსახურის ოჯახში, იქ ჩააბარა, აი ესენი არ მიყვარს. მართლა? ხედავ. არ მინახავს მართლა. წერალზე გაგაწყვეტე, არ ვიცი, ვიზე ნახავდი, ანუ ვის ყველა ბევრზე ნახავდიო, ხო? სერიალებს, რომელ წერალზე? არა, რომელ ქართველზე? რომელ ქართველზე, ხო. გამოვიდოდა კარგი სერიალი. ეხლა მე დავწერ ძალიან მაგარ სერიალს. 90-იანი წლების თბილისზე მაქვს მაგარი სერიალის იდეა. ქურდული სამყარო, მკვლელობები, აი ეს იცი რა, აი გავყიდიდით მაგას მთელ მსოფლიოში, ისეთი ამბები ხდებოდა. თავისი სახელებიც რო ქვია, თქო, ბოროტები, კეთილი, ძალიან მაგარი იყო ეგ. და ოღონ ეს ვერე რა, თან ეხლა ცოტა ხო ის გჭირდება, მანდ უკვე მარტო ვეღარ ვიზა მაგას, რო არ გარომანტიზდენ. არა, თან რა არის, აი ძალიან მაგარი ამბები ხდება. სულ მაგაზე მაქვს კამათი რა, რაღაც რატომღაც ჩამოყალიბდა ეს კლიშე, რომ ქართულ კინოს სულ იყო 90-იანებზე და აი ამაზე საერთოდ არ გვაქვს, ძალიან ცოტა გვაქვს გააზრებული, ფაქტიურად არ არის. ქუჩის დღეები და რა ვიცი. ისიც 90-იანები არ არის. გიო თავარქილაძე აქ. აი თავარქილაძის მოკლე ფილმი არის ყველაზე გიორგი ძალიან, ხო და გიორგიც აუცილებლად ჩავრთავდი მაგას. ხო, არის. ძალიან კარგი ადამიანი, რეჟისორი და გიორგი რო ფილმს ვერ იღებს, ქართულ კინოს რო ლანძღავენ. გიორგის ბრალი კი არ არის ეგ ფილმს რო ვერ იღებს. იცი რა კარგ ფილმს ხო და აი ეგ სერიალი რატო იცი რატოა კაი მასეთი თემისთვის ბევრი დრო გაქვს რა აი წამოყვები და მთელი აი ეს ქურდები და ეს ჯაბა ძალიან სერიოზული საინტერესო პერსონაჟია კი ეს 90-იანები რო ახსენეს, უბრალოდ იდეით თუ არის რაღაცა ფუნდამენტი ჩაყრილი და შეიძლება არა, ეგ როგორი რაღაცა იცი, რაც უფრო უკან ბრუნდები დროში, უფრო ძვირიჯდება, ვიდრე წირო წახვიდე კიდე. იმიტომ იქ რაღაცებს აი ამ ხაი უკაცრავად ვიღებ და თბილის დამინგრიეთ თავით. ეგ არ გუშევს იპოვი რაღაცას. ქუთაის რო ვიღებდით, აი ას რამდენი ხანი შეცდაში ერთი სერია არის 1975 წელი და კი, ჯემალის და ყველაფერი მოძებნეს და როგორი წერეთ და როგორ ბორჯომი როგორ ბოთლში იყო და ბორჯომი მოგვეხმარა და როგორ ვიმუშავეთ, იცი, აი ეგ სერია ყველაზე ძვირი დაჯდა რაც დანარჩენ და მაინც რა გაგვეპარა თუ მიხვდები. აი ყველაფერი იყო სრული რეკონსტრუქცია, თეფშებიც კი ჩამოვახსნენეთ ხალხს სატელიტური, აი ის ქუთაისში მოუძებნეთ ეგეთი უბანი. ღვედი უკეთიათ მანქანაში. და თქვე დებილებო ეგრევე მოგწერეს. ეგ როგორ მოგივიდა. ქართველები არ გაიკეთებენ როგორც კინოში რაღაცა იმაში სხვა. ხო და ქართველი არასდროს გვეც არ გადაიკრავსო და ჩვენ იმაში გაგვეპარა რა 65. ეხა კარგად იკრავენ, მაგრამ იმ დროს ძალიან მაგარია. აი, ეხა არის ეს თუ ეს. დამორჩი. აჰა. კინო თუ სერიალები? კინო. ბოდიშ ვიხდი. ჩაწოდეს და. სოპრანო თუ Breaking Bad? სოპრანო. ოკეი. Friends თუ Sex and the City? არც ერთი. არ მაქვს Friends-ი ნანახი საერთოდ. შუა ქალაქში გააცა. Sex and the City არ მიყვარს. ერთი პასტერი არ უკავია ქართლ ერთხელ წერალკას რაღაცა. და ინსპირაცია არ იყო სუთავიდან? ინსპირაცია კი არა, გვითხრეს რომ რა წერთ თუ ეს რაღაც ჩვენ პილოტი მოუტანეთ, რაღაც საოცარი რა, ისეთი
ცოტა პროვოკაციული. საოცარი კარგი კი არ ვამბობ, რომ მაგარი რაღაც დავწერე. უბრალოდ ძალიან პროვოკაციული იყო რა. და ისო, არ გინდათ ხა Sex in the City, მეთქი Sex in the City არ არის ქართველებზე. ეგ ქართულად რო ადაპტაცია გაუკეთო, იქნება სერიალი ბოზებზე და ჩვენ ქართული გვინდა ქართულ ქალებზე, ქართულ პრობლემებზე, დედა ისა რა თმიდა Sex in the City ვაფშე აი ამერიკელებისთვის არ ჩვენთვის არა. ხა რო დარდობს ქართველი ქალი 50 ფეხსაცმელი რომელიც ჩაიცვას, ეგეთი ქართველი ქალი არის 3. ჩერნობილი თუ True Detective. ჩერნობილი. მართლა? რაღაცაში არ დამემთხვრე. ჩერნობილში ისეთი მაგრად მუშაობს ხატვარი. რაღაცები ცოტა ნაივურია სცენარის და ცენზურს. ესე ვიდრო დადის იქ რო ჩადის ის ქალი და თავჭკوازე რო დაბორიალობს, უეგრე იყო რა ის თავშოთ. მაგრამ აი მხატვრის ნამუშევარი ჩემში აქტუალობას იწვევს და True Detective-ში კიდე მუსიკა მომწონს. ყველა სეზონში კაია სოთაში. კი. ცუდი არ არის, მაგრამ ცოტა მაქვს სერიალი ნანახი, აი გიორგი მიცის, რომ ნათქვამი მაქვს. დრო არ მქონდა. საპოჟნიკ ბესაპოლ. და თქვას რჩევა არის, სცენარს თუ წერ სერიალი, ჯობია რომ სერიალებს არ უყურო. მართლა? თვითონ იპარავს ტვინი რაღაცებს გაუცნობიერებლად. მართლა. აი რაღაც მოგეწონება სქემა და შეიძლება შენ ისე რომ არც გააცნობი, რომ ვარაკაიო, ვარაკაი ისედაც აი სოპრანო და ხო შემომეპარა ის. ფსიქოლოგთან რო დადის. კი. ეგ ისე მომწონდა რომ ეთყობა. ხო, თან ეგეთი მაგრამ მაფიოზი ეს არ რა. გადამიწერია ნაგლად. არა, ხო, ნუ ამბობ მაგის ფსიქოლოგი ძალიან სასაცილო ფსიქოლოგია შენი ფსიქოლოგი. და მაგას ქვია მარია აზამას წევა, ხო, ეს მოდის ის ვენერამ რო ხალი მოკლა იმის სახელი და გვარია. ეგ გურმანებისთვის არის ხოლმე ეგეთი რაღაცა. ხო, თან უშაგუს მოვარგები, იმიტომ რომ ის ის მაფიოზი და ბოსი და აი არ ვიცოდ. მერლინ მონრო, ხო, აქ ვარ. მერლინ მონრო თუ პენელოპა კრუზი? მერლინ მონრო. ალენ დელონი თუ ბელმონდო? ბელმონდო. იმიტომ რომ უფრო კაი ადამიანი იყო. სახიობი? მოქალაქე, უფრო კარგი მოქალაქე. სახიობი ორივე ძალიან მაგარი იყო, იმიტომ რომ ერთი გოდარის ჩემს საყვარელ ფილმში თამაშობს და მეორე როკოდამის ფილმებში თამაშობს და სამურაიში თამაშობს და ანტონიონისთანაც თამაშობს. და ორივეს აქვს ისიც რომ პაპსებში როგორც ადამიანი ბელმონდო უფრო კაი ტიპი და ეს იყო რაღაცნაირი ქარაქუცა კაცი ბოდიში ალედელონის მოყვარულებდა. და გარეგნობით? გარეგნობითაც ბელმონდო. ოკეი. მე აქ უნდა წავიკითხო ეს. კინემატოგრაფისტების ასოციაციური დახასიათება პირველ რას თავში მოგივა მოკლე კომენტარი შეიძლება ერთი სიტყვა იყოს შეიძლება ერთი-ორი წინადადება კინემატოგრაფისტები ხო ოღონდ გეტყვი მე ვიღაცებს და ერთი სიტყვით დაახასიათე ან ქართველები უნდა წამიკითხო არა შეისაყვარებით ვისკოთ ერთი იმედია გიწერია ბოლოს სადღაც შემოვაყარე ბილი უაილდერი რა უნდა ქნას? აი გიგასთან გავაკეთეთ რა, ასე და გეტყვის რეჟისორებს და პირველ თავში ეთქონდა მოკლე დახასიათება რა, რამდენი სიტყვა ფრაზა. ანტიდეპრესანტი. ჩემთვის არის ანტიდეპრესანტი. პედრო ალმოდოვარი. ეს ანუ მაინც კარგად ვერ მივხვდი დავალებას, რომ აი კაი ეგ არის სწორი იყო ხო, აი ერთი სიტყვით რა ზუსტად ეგ იყო. ან ერთი ჰარმონია არის, ჩემთვის პედრო ალმოდოვარი არის, აი ფერთა ყველაზე კარგი, ყველა ცნობილ მოდელიურზე მაგარი ის რო არის. ოკეი. ანტიდეპრესანტი რადგან თქვი, ალმოდოვარი რო წავიკითხე, მისი ბოლო ფილმი ჩემთვის პირიქით დეპრესიის. დეპრესიისკენ მინდრეკი. ეგ ალმოდოვარზე არ მე ბილი უაილდერზე თქვი ანტიდეპრესანტი. ხო, ვიცი, მაგრამ ჩემთვის დეპრესიული ალმოდოვარის მეორე პერიოდი. აი ეს მეზობელი ოთახი? აი ეს რომ ტება ის არის იდეა ბანდერასი რო თამაშობს სახელი აღარ მაქვს. ბანდერასის მერე კაცო ის გადაიღო ტილდა სვინტონი და ის რო არიან ეგ იყო ბოლო. ეგ ტილდა სვინტონი და ბოლოს კი ვეღარ იღებს ახლა ისეთ გენიოსი ვეღარ არის როგორც იყო. ხო ახლა კიკას რო ველოდებით მისგან ვეღარ ყველაფერი დედა ჩემი შესახებ და მეწოდება რომ თვითონაც გონია რომ თვითონაც ეგ განსაკ რომ ისეთი ვეღარ რა თქმა უნდა ეხა ეგ ბუნებრივიც არის ყველას არ არსებობს მაგრამ ფერთა გამო კი ბატონო ისეთი ამბებია ნამდვილად ანტონიონი იდეალური გეომეტრია ყველანაირი კინოც და ფილოსოფიურიც და ყველანაირი არქიტექტურული ჩაპლინი კინოს მამა და კინოს ბიძა ხო იცი ვინ არის?
ბასტერ კიტონ. კი ბატონო. აკირა კუროსავა. ღირსება. სიდნი ლუმეტი. სიდნი ლუმეტი. ჩემი კრაშის ავტორია რა. ჩემი ყველაზე საყვარელი იდეალური კაცი არის 12 განრისხებული მამაკაცში. ჰენრი ფონდა, თავარი. ხო. პერსონაჟი ოღონდ თვითონ სახიობიების არ ვიცნობ ეგრე კარგად. ან პერსონაჟზე ვამბობ. აჰა. გონია რომ კაცი თუ ეგეთია, ის გარშემო შექმნის ჯანსაღ გარემოს. ხედავ შენ ეგრე. ნამდვილად ეგრეა. რთულია შეეკავა. ოთარ იოსელიანი. ოთარ იოსელიანზე პირველი ცირა მახსენდება სულ. გიორგობის თვეში პიანინოზე რო უკრავენ. აი ჩემი ბავშვობის ხმებია ეგ და. ხმა არის ჩემთვის ხმა. ამაგარი სცენაა. მაგის კაი, კვენტინ ტარანტინო. სისხლი და ირონია. დევიდ ლინჩი. სიზმარი. ბერგმანი. რეფლექსია. ჯარმუში. ჯარმუში. ანახე როგორ გამიჭირდა, ჩემი შვილი საყვარელი რეჟისორია. ჯარმუში სტილი, რაღაცა ის. სტილნი რეჟისორი, სტილნი. ოკეი. თორე ისე მე ახლა მაგალითად აი ორჯერ და სამჯერ არ მაგრამ ამერიკაში რო ვიყავი ჩასული პატარა ამბავს მოგიყვები მომწონება მეთქი აი წავიდე მოვილოცო ნიუ-ჯერსიში სოპრანოსის კაფე ყველაფერი მომალოცე ახლა მეთქი პატერსონი გვერდზე იყო და პატერსონში ჩავიდე არ პატერსონში ვერ ჩაგიყო და რა ჯერ კინოში უყურებ იქ მაგაინდა ვერ გადმოხვალ ისეთი ამბავი ხდება კასაშინელი კრიმინალი და უბედურება ვერაფერს ვერ დაგათვალიერებინებ აბა არ მეგონა ნამდვილად. მეც რაღაც თან გვერდზე არის როგორი მშვიდი სოფლური ცხოვრება, იქ რაღაცა უმუშევრობის პროცენტი გაიზარდა რაღაც დროს თუ რაღაც როტაცია მოხდა ამის თუ კრიმ, ანუ არ არის რა უსაფრთხო ქალაქი ამ ეტაპზე. გაფუჭება, პატერსონი გაფუჭებულა. რეკომენდაციები უნდა დაგვიტოვა. სამი ფილმი და ეს რა ვიცი, მე კომპლიმენტი უნდა ვთქვა, ყველა იმაზე რა ქვია. ძალიან მაგარი იყო ესე ყველა რეჟისორზე ესე შეფასება ძალიან მომეწონა მოკლედ შენ შეფასება. ძალიან დიდი მადლობა. მე მომეწონა თქვენთან ლაპარაკი. რეკომენდაციები ხო, სამი ფილმი და სამი სერიალი უნდა დავიწყო. აი, მოდი სერიალებით დავიწყებ. პირველი სერიალად არ ითვლება და ალბათ განსვენებულ კიშლევსკის ეწყინება. მაგრამ მე სერიალად ვთვლი, იმიტომ რომ 10-ია და დეკალოგი და ძალიან გვჭირდება ახლა ამის ნახვა. ჩვენ მხარესაც, ვინცაც აპლომბით ვლანძღავთ სხვებს და ადამიანების საქციელში რაღაცა ვითხოვთ, რაღაც ანისიანასეს, ცოტა მეტი თანაგრძნობით თუ მიუდგებით და იმას, რომ რამდენად რთულია ყველა თემა, აი ათვცნებაზე დაფუძნებული. მე თუ ჩემში რაღაცა ისეთი ცოტა რადიკალური ვიყავი ახალგაზრდობაში და მახსოვს, რომ დეკალოგმა ეს სქები მომტეხა რა და მგონია რომ კინოს ეკძალა აქვს და დიდი ბოდიშის მოხდით არ არის სერიალი მაგრამ რადგან 10 სერია მეც ვამბობ ხოლმე და სუპერპრეზიდენტი სერიალი დავარქვათ იმიტომ რომ ხო რა თქმა უნდა არის შემდეგი რაღაც მგონია რასაც იტყვი აბა რას ვიტყვი თქვი აბა და მგონია რომ Twin Peaks იტყვი არა ერთ-ერთ Twin Peaks-ი აი როგორი წვალება არის ხო რაღაც ხვისისიზმი მე არ ვარ აი ლინჩი ვაფასებ იმიტომ რომ ატმოსფერო შექმნა მასაც შორის უმაინტერესებდა ამას როგორ მაშინებს ამხელა ხალხს ესე როგორ შეუძლია ლიპსინგს რო აცდენს აი ყველაფერს კითხულობდი რა ლინჩ მაგრამ აი ხო დავჯდე და Twin Peaks-ი თქვა იმიტომ რომ კაიტონია არ არის ჩემი საყვარელი სერია ჩემი საყვარელი სერია სოპრანო მაგრამ ეხლა ვეცადე ვცდილობ რომ ისეთი სერიალები შემოგთავაზოთ რაც თუ არ გაქვთ Netflix-ზე Adolescence ნანახი, ეს იქნებოდა ძალიან კარგი, იმიტომ რომ აი ხა სულ არის ბავშვებზე. მე ხა ვცდილობ რომ მოვარგო ამ ჩვენ დღევანდელ, იმიტომ რომ გონია რომ თქვენ ვინც გიყურებთ და თქვენი პოდკასტია საინტერესო, ჩემი ნარჩევი კინო და სერიალი იმას არ ჭირდება, მაგრამ მაინც შეიძლება ვიღაცას გამორჩა და ეს მოეწონოს და არის კიდე ერთი რუსული სერიალი რომელიც კარგი კი არა, უბრალოდ როგორი საზიზღრები არიან და სკოლიდან როგორი წება ეს საზიზღრობა, არის სკოლა ესე ქვია.
ოღონდ სკოლა ორნერი, ერთი პროპაგანდისტული და ეს არის გაი გერმანიკას სკოლა. აი თუ სკოლიდან ბავშვობის ასაკიდან აი რუსულ სკოლებში რა ხდება? რომელი წლის არის მე არ ვაქრა. ძველია ძალიან, ალბათ საბჭოთა ხო, არა, 2007 არა, პუტინის დროინდელი. სკოლა ქვია? კი, ესე ქვია, რეჟისორი არის ვალერია გაი გერმანიკა. და გადაღებულია რაღაც ცოტა ესე იმის გავლენით ხატრული სერიალია ხო და რა დოკუმენტური. ხატრულია, ოღონდ დოკუმენტურივით არის გადაღებული და ზუსტად ესე იქცევიან აი ეს ბავშვები, რომლებიც ეხლა არიან დიდი ზეტისტები და იქ არის ერთი ბიჭი, ძალიან კარგი, მთავარი გმირი, რომელსაც ხვდები, რომ როგორ კლავს ცუდი ქვეყანა კაცში და გოგოში და ბიჭში და ყველაში აი ამ ჩანასახს კეთილშობილურს. როგორ არ გიშვებს, რომ იყო ის ვინც ხარ და თუ მაგრამ ვიღაცები სულ უარს აცხადებენ ყველაფერი რუსულის ნახვაზე და მე კიდე მგონია რომ საკვლევად აუცილებელია. ლევანი რო ჩემთან სტუმრად იყო, გადასარევად ილაპარაკა ზუსტად რუსულ ფილმზე, იმიტომ რომ ეს არის ნიშნულოვანია რომ კვლევარი რუსეთის. გიორგი სხვათა შორის გიორგი შემაშფოთებლად ბევრი იცის რუსულს. გიორგი იმდენად თავის ასაკთან შეუფერებელი რუსული ის იცი ძველი ამბები რომ და იმიტომაც ვერასოდეს ვერც მოხიბლავენ და ვერც მართალია. ის რო ახალგაზრდებებს კიდე არ ეშინიათ ამ რუს გონიათ რომ ჩვენ გავაფრინდეთ და რუსეთს დავჩხავით თავზე, იმიტომ რომ ცოდნა არ აქვს რა საფრთხე შეიცავს ეს რუსეთიც. მარტო ცუდი სიმღერები არ არის. ჩორნი ბუმერ არ არის მარტო. ხო, და ხა ფილმები, ხო? ხა ფილმებიც როგორ რაღაცეც, ალბათ ყველა კარგი ფილმი ნანახე, მაშინ მოდი გავიხსენოთ რა ეს კარგი ფილმები. და რუბინული ტალღა ახსენე და ტალღამდე კიდე ყავდათ რამდენიმე კარგი რეჟისორი და ერთი ასეთი არის ლუჩიან პინტილე. და გადაღებული აქვს ფილმი რეკონსტრუქცია, რომელიც ასევე ჩვენ დღევანდელობას კარგად მიესადაგება, რომ ცდილობენ აღზარდონ ძალით ადამიანი ორ ბიჭზე არის, რომელიც რაღაცას დააშავებს და პირობითით გაუშვებენ, მაგრამ თან უნდა გადაიღონ დოკუმენტური ფილმი ამაზე, როგორ არ უნდა ატეხო დებოში თვალმე, როგორ უნდა გამოსწორდეთ პროპაგანდისტულ ფილმს. და ამ ფილმის გადაღების დროს ხდება კოშმარები, ანუ გადაღების პროცესია კი ფილმი, ამ დოკუმენტური ფილმის და ამ ფილმზე მოხდა მაგარი რაღაც, ანუ რიგები იდგა როგორი იცი კინოთეატრებში რო გამოვიდა, აი ბილეთი და ეს და ჯაუშესკუ მაკრძალა, რომ რატო აჩვენებ თუ ამ ფილმს, ესო რანაირი ფილმია ვარო და ან მოთხოვნა იყო ხალხში რომ ენახა, ეს არის კიდე ეს სოციალისტური ბანაკის ანომალიური ცხოვრება, რომ ხალხს უნდა კინო და ცენზურამ გადაწყვიტა, რომ ან ცოტა შეფუთული ისეა, რომ კარგად თუ არ დააკვირდი, შეიძლება ვერ მიხვდე, რომ ხა მაგრად ურტყავს იმ ჩაუშესკუს. აი უნდა მეკითხა პოსტს ჩაუშესკუს პერიოდი თუ ჩაუშესკუს რომელიც თაროზე შემოიდო, მე გვიან ვნახე ძალიან. მაგ პერიოდის აკრძალული იყო და ამ კაცს კიდე პალატა ნომერი 6-ია გადაღებული, ჩეხოვი უყვარდა მაგრად და კარგი რეჟისორია რა. მეორე ფილმი რა ვთქვა? კენ ლოუჩის კესი კიდე, რომელიც რაღაცნაირად მინდა რომ გული ავუჩუყო ხალხს და თუ დასწრე ხა და მაგინეს რას გვატირებ ამ ჩაბაცაღა. თუ ხართ ცოტა დეპრესიულ ხასიათზე და თუ გეცოდებათ ახლა ყველა კარგი ადამიანი და კარგი ბავშვი, მგონია რომ ღირსებაზეა თან რა და მგონია რომ აი ეს ღირსება მათ შორის ზოგჯერ ისეთ ადამიანებში, რომელიც ცხოვრებამ, ძმამ, ყველაფერმა გაწიხლა, ყველაზე ძვირფასი შეიძლება წაართვან, მოუკლან, დაუსახიჩრონ, თვითონ მოუწიოს ამ თავის ნატვრის, თავისი ოცნების, თავისი ახლობელის დასაფლავება, მაგრამ მაინც ინარჩუნებს ღირსებას. და მესამე რამდენიმე დღის წინ ქონდა კენ ლოუჩის, ხო, 85 წლის გახდა. მეტი კაცო რა 85. მაშინ 90-იან მოყაკუნებს. ის ქონდათ რა, ბევრი კარგი შემხვდა მოკლედ. და მესამე გონია რომ მე კვირას რო კარგ ხასიათზე, აი ბილი უაილდერის ნებისმიერი ფილმი რო აიღო. მე ახალწესხოც ბინას უყურებ ხოლმე ყოველთვის, არასდროს კიმპარამს. ხო, აი ნებისმიერი 1 2 3 მაგრამ. ხო, აუ რა მაგარია და გონია რომ კურნავს. არ ვიცი, აი მე ძიმე პერიოდებში როცა მგონია რომ ეხლა არ გავხდე ჩემთვისვე საშიში ადამიანი მკურნავს. იგივენაირი დამოკიდებულება მაქვს ტარანტინოს მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს არ მოგვეჩვენოს ახლა ასეთ კეთილ კაცად, მაგრამ
მგონია რომ და კიდე ქართული ფილმებიდან იცი რისი ნახვა მომინდა იმ დღეს რატომღაც ნეილონის ნაძვის ხის არ ვიცი რატო აი მაინტერესებდა მაგარი ფილმია მაგარი ფილმია სულ მგონია რომ მაგ ავტობუსთან მარჩავას არ გვეშველება რა ვერ ჩავდივარ ისეთი სიტუაცია დახატული თან პაატაშვილის და რა მუსიკაც მაგარი ყველაფერი მაგარია რა მან თამაშობს ისიც გახსოვს ვინ აღარ გურამ აგვარიას მოვიწყდები პეტრიაშვილი ხო სიგარეტს ვინც ეწევა ჩააგდებენ მაგას ჩააგდებენ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ რომ მომავალი არის YouTube-ის და ეს მომავალი რომ დაინახოთ კარგად YouTube-იც უნდა გახდეს კარგი და რომ გახდეს კარგი უნდა დაასპონსოროთ ეს არხი და ჩემიც რა თქმა უნდა ყველა კარგი არხი დაასპონსოროთ კარგი არხი რომელიც მიმართულია შემეცნებაზე და არა დეგრადაციაზე კი და ნამდვილად ასეა ძალიან დიდი მადლობა დიდი მადლობა თქვენ მადლობა